მადლობთ. მაშ საღამოშიდობის საყოლას, კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს საღამოს, როგორც ხედავთ, ჩვენთან ერთად არის ედუარდო ფონტანა, რომელმაც ჩაატარა კვლევა რუსეთის თავდასხმაზე. უკვე წარსულშიც ჰქონდა განხილული, ესე ვთქვათ, უკრაინული ჩამოგდებების მაჩვენებლები, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით კიევთან დაკავშირებით. და ყდიდანვე, როგორც ძალიან კარგად იცით, ამ ისტორიამ წარმოშვა უამრავი მემი. უდიდესი მეს X-Files მიუძღვენი, ეგზე კი მართლაც ყველაფერს პოსტავენ, რადგან რაც ხდება ნამდვილად საინტერესო ფაქტორია. მე ვეცდები, რომ ბოლო 4-5 წლის მოკლე მიმოხილვა დავიკეთოთ. ყველა მიცით წითელი ხაზები, უკრაინელებს ჰქონდათ დასალური იარაღი, რომელსაც შეეძლო სიღრმეში დარტყმა, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა ლეოპარდ მათი გამოყენების. თუმცა ისინი საკმაოდ შეზღუდული იყო. Storm Shadow, Scalp-ი, AIMAL, თქვათ, მოსკოვამდე ვერ აღწევდნენ. მას შემდეგ, რაც შეძლეს საკუთარი შესაძლებლობის განვითარება, თავიდან ფლობდნენ მას. თავიდან ძირითადად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე იყენებდნენ, ცოტა აქაც, ცოტა იქაც. შემდეგ ნელ-ნელა, განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში, დაიწყეს სულ უფრო მეტად რუსეთის სტრატეგიულ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობის განვითარება. ამან შექმნა ის, რასაც მე წლებია ვამტკიცებდი, სტრატეგიული ბალანსი. ანუ რუსები წლების განმავლობაში ბომბავდნენ უკრაინელებს და უკრაინელებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეხლა ისტორიულად, თუ ვინმე მეორე მსოფლიო ომის ისტორიას გადახედავს, მიზეზი, რის გამოც ღერძის ძალებმა წაადეს უფრო მეტად, გარდა იმისა, რომ ნაკლებს აწარმოებდნენ, ნაკლები ხალხი ყავდა და ასე შემდეგ, ეს არის ის ფაქტი, რომ მოკავშირეებს ჰქონდათ სტრატეგიული უნარი გაენადგურებინათ წარმოება, ღერძის ლოგისტიკური სექტორი. ხოლო ღერძს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა შეეხო მოკავშირეების საწარმოო სექტორს. უკვე როცა ეს ორი დისბალანსი არსებობს, ვერაზროს მოიგებს. უბრალოდ იმიტომ, რომ არ გაქვს საშუალება დააზიანო ქვეყნის ომის გაგრძელების უნარი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინელებისთვის. დაუშვათ, რომ 2023 წელს შეტევა კარგად წარიმართა. ავიღოთ ეს ჰიპოთეტური სცენარი, ნებისმიერ შემთხვევაში მათ არ ექნებოდათ უნარი შეეჩერებინათ რუსები ომის გაგრძელებისგან. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამას შიდა ემოციური გავლენა აქვს. და უდაოდ დაბომბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად პოლიტიკურ დონეზე, გარდა ლოგისტიკური და ასე შემდეგ. და მეორე იმიტომ, რომ თუ მეორე მხარე გიφτყამს და შენ მას არ უთყამ, აბსოლუტურად ვერაფერს გააკეთებ. ამ დღევანდელ ვითარებაში ყველაფერი იცვლება. დააკვირდით, ყოველ ჯერზე, როცა რუსები კიევს უტევენ, უკრაინელები მოსკოვს უტევენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფაქტობრივად დარტყმით ვეპასუხობენ. და ეს საინტერესოა, მინდა ცოტა დაგაფიქროთ, სულ მცირე დროის თვალსაზრისით, რადგან სწორედ უკრაინელები არიან, ვინც ამ შემთხვევაში მოსკოვს უტევენ. ამიტომ ისინი ირჩევენ დროის მომენტს. შეძლებოდათ დრონები დაეგროვებინათ და ეს 3 თვის შემდეგ გაიკეთებინათ და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ზაფხულის პერიოდში ხდება. და ზელენსკი მუდმივად პროვოცირებს უამრავი tweet-ით. არ მგონია, რომ ეს შემთხვევითობაა, ეს ჩემი ჰიპოთეზაა. და მადლობა იმ წყაროის, რომლებიც ყავს და მადლობას უხდი მათ. მივიღე, ესე ვთქვათ, დადასტურება, თუმცა ეს მაინც თეორია, მაგრამ როგორც მეუბნებიან, კიევში კარგად ინფორმირებული წყაროები ედუარდოც დაადასტურებს, რადგან ისიც იცნობს მათ. ისინი ჩვენს ჯგუფში არიან, მეუბნებიან, რომ უკრაინის ენერგეტიკული მდგომარეობა მაინც დრამატული და უკიდურესად არასტაბილურია. უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია მიმდინარეობს, ეს ნამდვილად დიდი პრობლემა იქნებოდა. ამიტომ საინტერესოა, რომ თუ საუბარი იმაზეა, რომ მე გესხმი თავს, შენ მიბრუნებ და მე მაქვს სული ინტერესი, რომ ეხა პასუხი დადაცემინო. ეხო ზაფხულია ეს, რომ ენერგოსისტემის შემცირების ეფექტიც აღარ მექნება. და ეს ძალიან საინტერესო ფაქტორია, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ორივე მხრიდან თავდასხმების დაჩქარებას. შემდეგ მეორე მხრიდანაც ამ ფაქტორებს პირდაპირ ეთერში განვიხილავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროის შერჩევა ძალიან მიზანმართული და განზრახულია, რაც ნაწილობრივ ამ ფაქტორითაც არის დამპირობებული. დიახ, პირველ რიგში საღამოშიდობისა ყველას, ვინც გვიყურებს.
მაშასე ამ თეორიაზე მირკო, რომელიც ეხლა დააფიქსირე, რეალურად ძალიან გეთახმები, ანუ მეც ვემხრობი ამ აზრს, რადგან აზრი აქვს ბოდიში გამეორებისთვის, მაგრამ რეალურად ერთი მხრივ უკრაინას სული უპირატესობა აქვს ამ ტიპის ომის სარაკეტო დუელების წარმოებაში ცდილობს, სადაც ამას შემდეგაც ვიხილავთ. ორივე მხარე მნიშვნელოვან დარტყმებს იღებს. ანუ ეს არ არის დუელი, სადაც თავდაცვა იმარჯვებს, არამედ დუელია, სადაც ასე თუ ისე ხშირად შეტევა აღწევს მიზანს. ეს აღნიშნავს, რომ ყველაფერი გადის თავდაცვა ორივე მხარეს დიდ სამუშაოს ასრულებს, გარკვეული განსხვავებებით, მაგრამ მაინც ორივე ზიანს იღებს. აი ასე რომ გავიგო. და სწორედ ეხლა ამის გაკეთებით უკრაინა ცოტა ნაკლებად რისკს გავს. რადგან რა თქმა უნდა რუსებს შეუძლიათ დაარტყან საწარმო ობიექტებს უკრაინაში, მაგრამ ვიცით, ამდენი წლის ომის შემდეგ ისინი გაფანტულია, ზოგჯერ მიწისქვეშაა, მოკლედ რთულია მათი განეიტრალება. მაგრამ ენერგეტიკულ ქსელზე მიყენებული ზიანი, რომელიც ახლახან ახსენა მირკო, ძნელად თუ შეძლებს, მოკლედ დაუყოვნებლივ და გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, შემოდგომასა და ზამთარში განსაკუთრებით. ესე რომ ეხლა ამის გაკეთებას აზრი აქვს. და დავამატებდი კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც უკრაინის მხრიდან აზრი აქვს, მოკლედ ამ თვეებში, ამ კვირებში, ამ ტიპის ომზე გააკეთოს აქცენტი. უფრო მეტად ვიდრე სხვებზე. ეს ისა, რასაც ადრე გეუბნებოდი მირკო პირად საუბარში, ანუ რკინას მაშინ უნდა ჭედო, როცა ცხელია. აზრი ასეთია. ეს კონკრეტული, ესე ვთქვათ, ბალანსი შეტევით და თავდაცვით საშუალებებს შორის, ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან. ამ სფეროში, რა თქმა უნდა, შორ მანძილზე ომის კონტექსტში. დრონები, რაკეტები, ჩამჭერები და ასე შემდეგ. ეხა ეს უკრაინას აძლევს კარგ შესაძლებლობებს, როგორც ნახეთ, როგორც თქვენს ყველამ, რა თქმა უნდა, ნახეთ, მტერს ძიმე დარტყმები მიაყენოს და კიდევ ინიციატივაც კი აიღოს. განსაკუთრებით თუ ამ შორ მანძილზე ომში ჩავთავთ იმ ჰიბრიდულ ელემენტსაც, რაც ესე ვთქვათ, საშუალო დარტყმის დრონების ომია, რომლებიც ლოგისტიკას ესხმიან თავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ რუსული საჰაერო თავდაცვის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დათმებს უნდა ახვეთდეს, ძალიან სასარგებლო იქნებოდა რუსული დათმების აღსაკვეთადაც. საერთოდ, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ეს არის სწორი დრო უკრაინისთვის, რომ დაჟინებით იმოქმედოს ამ მიმართულებით და ეცადოს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს. მაგალითად, შეიძლება რომ თხრობიდან გამოიყვანონ, ან მუშაობიდან გამოიყვანონ ის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ვიხილეთ მოსკოვში დაზიანებული, მაგრამ შეძლონ ამის გაკეთება რამდენიმე თვის განმავლობაში და არა მხოლოდ 1 ან 2 კვირით, როგორც ხშირად ხდებოდა წინა წლებში. არა აუცილებლად ამ ქარხანასთან, არამედ სხვებთანაც. და სანამ რუსები ვერ ახერხებენ და არც ის ანათელი რომ შეძლებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათაც შეიძლება შეძლონ ადაპტაცია, ანუ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და ნაკლებად ძვირადღირებული თავდაცვითი საშუალებები. ან თუნდაც უბრალოდ უფრო ეფექტური დოქტრინები და ტაქტიკები. ან უბრალოდ იფიქრეთ იმ მრავალ თავდაცვით ზომაზე, რომელიც თვითონ უკრაინა მიიღო ამ წლების განმავლობაში, შეიძლება რუსებმაც მიიღო. ანუ წარმოების გაფანტვა, რაც რუსეთში ბევრად ნაკლებად ხდება, აშკარა მიზეზების გამო დღემდე. მისი დაშორება მაგალითად მასიურად ანტიაეროდრონების გამოყენებაზე გადასვლა, როგორც ხშირად აკეთებენ უკრაინელებს, რაც განსაკუთრებით ეხმარება. ასე რომ რუსები ამჯობინებენ მასიურ წარმოებას და შესაბამისად მასშტაბური წარმოების ლოგისტიკურ შესაძლებლობას, რაც საჭიროებს, რომ საწარმოო სექტორები მაქსიმალურად ახლოს ან კონგლომერირებულად იყოს განლაგებული. დიახ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ანუ, რა თქმა უნდა, რუსების უპირატესობა სულ ცოტა გასულ წლამდე, სწორედ ის იყო, რომ მათ არ უწევდათ რისკზე წასვლა. რომ ძირითადი ინდუსტრიები, რომლებიც სამხედრო მრეწველობას უკავშირდება, რა თქმა უნდა, დიდი რისკის გარეშე, რომ ისინი დაზიანდებოდნენ, შეიძლება მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. და ეს, ესე ვთქვათ, დამატებით ბონუს ქნის ამ ინდუსტრიების წარმოების ეფექტიანობისთვის. მეორეს მხრივ, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაფანტონ ეს ინდუსტრიები. რაც ერთი მხრივ იცავს მათ ძალიან სერიოზული ზიანისგან, მაგრამ მეორე მხრივ ამცირებს ეფექტიანობას. და ესეც ხარჯია, რომელიც მათ უნდა გადაიხადოს. მეორეს მხრივ ამ თემაზე დავამატებდი ერთ რამეს, რაც ართხუნლა და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. მართალია, რომ უკრაინა ომის პირველ წლებში ფაქტობრივად მხოლოდ იღებდა ამ თავდასხმებს და თითქმის ვერაფერს აყენებდა რუსებს. მაგრამ მე მაინც გავამახვილებდი ყურადღებას ერთ საკითხზე.
ფაქტორი, რაზეც უკვე იმ წლებში უკრაინას შეეძლო დაეყრდნო, ანუ ქონოდა წვდომა სამხედრო წარმოების ნაწილზე. ედგვარ უსაფრთხო თავშესაფარში ესე უწოდოთ, რომელიც ფაქტობრივად ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროპაში უკრაინას უჭერენ მხარს. რომლებიც რა თქმა უნდა მთლიანად ვერ უზრუნველყოფენ უკრაინისთვის საჭირო ყველაფერს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში ისინი რა თქმა უნდა რუსებისგან შეუთებელები არიან. ასე რომ გარკვეულწილად ამ შემთხვევაში მე ვხედავდი ერთგვარ არასრულად თანაბარ ბალანსს. მაგრამ თუ ერთი მხრივ რუსებს ჰქონდათ სტრატეგიული სიღრმე, რომელიც დღეს ნაკლებად აქვთ, რადგან უკრაინული რაკეტები და უკრაინული დრონები დღეს ბევრად უფრო შორს მიდიან. ამიტომ რუსებს ომის პირველ წლებში შეეძლოთ შვიდად დაეტოვებინათ ყველაფერი ღიად, ვთქვათ ურალებამდე, განსაკუთრებული რისკის გარეშე უკრაინელებისგან. თუმცა მათაც მეორე მხრივ უკვე ომის პირველ წლებში სულ მცირე ნაწილის წარმოება უსაფრთხოდ ჰქონდათ იმ ქვეყნებში, ვთქვათ ნატოს ევროპულ ქვეყნებში. დღეს ეს ცოტა შეიცვალა, ესე რომ უკრაინა ხა ცოტა მეტ წაწარმოებს. დიახ, იქნება სტრატეგიული პარიტეტი. პირდაპირ ეთერში როცა ORS ვამოწმებდი, რომელიც ტრეკინგს ითვალისწინებდა, მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ ეს საკითხი ფენებად არის და ყოფილი. ანუ მოსკოვზე თავდასხმები წარმოიშვა როგორც უკრაინის აქტივობის შედეგი უფრო დაბალ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე, უფრო მცირე ზონებზე. რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვნახავთ, გასადებია, როგორ მიიყვანა ამ საკითხმა ნაბიჯ-ნაბიჯ მოსკოვზე პირდაპირ თავდასხმებამდე. რა მნიშვნელობით? ამასობაში შეიქმნა სტრატეგიული თანასწორობის მსგავსი მდგომარეობა. უკრაინელებს არ შეუძლიათ დაარტყან რუსეთის უფრო ღრმა საწარმოო სექტორებს, ხოლო რუსებს ნამდვილად არ შეუძლიათ დაარტყან იმ ნაწილებს, რომლებიც ევროპაში იწარმოება, თუ არსობ კონფლიქტის გაფართოება და ეს არახელსაფრელია. ეს გარკვეულწილად ქმნის ედვარ ბოთლის ხელს. და ორივე მხარეს არ შეუძლიათ ერთმანეთის შეჩელება გარდა პასიური თავდაცვითი დონეს. თუ გადავხედავთ იმას, რაც წინა თვეებში მოხდა, მე მქონდა ლაივი, სადაც ORS ვამოწმებდი, რომელიც ძირითადად კონცენტრირებული იყო ერთ ტერიტორიაზე, ყირიმის ტერიტორიაზე, ზაპორიჟიას დერეფანში, ზაპორიჟია. როგორც შემდეგ ვნახეთ, ეს დიდი აქტივობის დონემდე მივიდა. უკრაინული მოქმედებები გზაზე, რომელიც მარიუპოლში, მელიტოპოლში და სხვაგან მიდის, რაც დიდ პრობლემებს ქმნის, მაგრამ უფრო ლოგისტიკურ დონეზე რუსებისთვის, ეს პირდაპირ არ უკავშირდება მოსკოვს. გარდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორისა. მე გიქმნის სადანგებო ფაქტორს, სადაც შენ აუცილებლად უნდა გააძლიერო თავდაცვითი სისტემები, მათ შორის მოკლე რადიუსზეც. მაგალითად, პანცირები, რომლებიც ბოლო დროს აიღეს და მოსკოვში შენობებზე დააყენეს, როდესაც შენ უკვე გააქვს ანტისაჰაერო სისტემების დეფიციტი, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავად ამზადებ მათ, ამ ერთ წელიწადსა და ნახევარში ისინი სპეციალურად ცდილობდნენ პანცირების, ბუკების და სხვა მსგავსი სისტემების მოსაძებნად. დაითვალისწინეთ, რომ ომამდე სულ იყო 908, ხოლო წმინდა დანაკარგი შეადგენს 322-ს. ეს ქმნის იმ სიტუაციას, რასაც ხშირად ხედავთ ამ ომში, რაც ყოველთვის ჰქონდათ უკრაინელებს. ანუ იუსჩევ რა შეგიძლია დაიცვა. უკრაინელები რადგან დასავლეთიდან ცოტა სისტემა ჰქონდათ, ირჩევდნენ რა შეძლებდნენ დაეცვათ. და ჩაულებრივ ეს იყო კიევი, არა ფრონტი, რო წარმოგიდგინოთ. ანუ პატრიოტს ფრონტზე ვერ მიიტან, აი ესე, რო წარმოგიდგინოთ. ეს რუსებს უქმნიან, არა იმიტომ რომ რუსებს უკრაინელებს ნაკლები სისტემა აქვთ, მათ უფრო მეტი აქვთ. პრობლემა ისაა, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანაა, მართლა ძალიან დიდი და ამიტომ თუნდაც მხოლოდ 20-დან 30%-ის დაკარგვა საკუთარი სისტემებიდან, თუნდაც ძალიან მოკლე თითქმის წერტილოვანი დაცვისას უზარმაზარ პრობლემას გიქმნის. და ამის პრობლემას იგიქმნი, სადაც ვიცი რომ იძულებული ხარ თავი დაიცვა. რადგან თუ მე მოსკოვს გიტევ შიდა საფრთხის, პოლიტიკური მიზნების, იმიჯის, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ეს ერთ-ერთი იმ სამიზნეთაგანია, რომელიც გვიცი რომ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა. და ამიტომაც გექნება ეს ორი სიტუაცია, დაიცავ ყირიმს და ზაპოროჟიეს, თუ დაიცავ მოსკოვს. და ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ეს არის უკიდურესად შეგნებული არჩევანი. მოსკოვზე თავდასხმა ის რაც ახლა ხდება, უბრალოდ უკრაინული სტრატეგიის გაგრძელება. ის სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ მივსულიყავით იმ წერტილამდე, სადაც ეხლა ვიმყოფებით. ეს არის ტოჩინის მიერ ჩატარებული კვლევა, ტოჩინი ანალიტიკოსთა ჯგუფია, თქვენ ასევე ნახავთ ყველა წყაროს, რა თქმა უნდა.
არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა პიცებულება, ყველა განადგურებული და რუკაზე დატანილი სისტემის შესახებ. მაგრამ საინტერესოა როგორ დავიწყეთ ტაქტიკურ დონეზე და ნელ-ნელა მივდივართ უფრო თქვათ სტრატეგიულ დონეზე. რადგან საბოლოოდ ორი ქვეყნის იმიჯი დგას სასწორზე თამაშში. უბრალოდ უკრაინისგან არავინ ელოდება სასწაულებს უკვე 4 წელია რაც დაბომბვებს განიცდიან, რუსებისთვის ეს რაღაც ახალია და ჩემი აზრით დროის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ეს ნამდვილად არ ხდება რუსეთისთვის საუკეთესო პერიოდში. ეს არ არის 2024-25 წელი, როცა მათ უკრაინის შეტევა მოიგეს. მაშინ უფრო მეტი სურვილი იყო წასულიყვნენ საბრძოლველად. ნიშნულად გაიზარდა მოხალისეების რაოდენობაც, ვინც კონტრაქტზე დათანხმდა. ისინი ყველგან შეტევაზე იყვნენ, ყველგან ინიციატივა ჰქონდათ გარდა კურსკის პატარა ავანტიურისა, რომელიც ულახდილად რო თქვათ, უკრაინელებს რო არ დაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა. დღეს კი, როგორც წინა ლაივში 2 დღის წინ ნახეთ, სექტორები ასეა, ერთი პოზიტიურია უკრაინელებისთვის, ერთი ნეგატიური რუსებისთვის. თქვათ რომ სიტუაცია მერყევია, ცვალებადი, ნამდვილად ძალიან განსხვავდება 2024-25 წლებისგან. ამიტომაც ვიმყოფებით სიტუაციაში, სადაც ხედავთ კადრებს, რომლებსაც უკრაინელებისგან ველოდით, გულწრფელად რო თქვათ. მით უმეტეს რომ მოსკოვის თავდაცვითი სისტემა პროპორციულად თუ დავაკვირდებით რამდენი სისტემა აქვს, უფრო მეტია ვიდრე ზაპორიჟიას, ხერსონისა და ტირიმის კორიდორებს ერთად ავებული სისტემები. ისინი ბევრი არიან. იქაც კი ფუჭად დახარჯეს 20 სისტემა იცავს ვილას, პუტინის ვილას, რაც შეიძლება არც იყოს საჭირო. აბობს წადით შეხვედრა ჩაატარეთ, არა საიდუმლო ვილაში, ნაცვლად იმისა რომ 23 დაიკავოთ, არა წადით და ის დაიკავეთ. ბევრი უკვე გაქვს ისინი. მინიმუმ მათ დანარჩენი ქალაქისთვისაც გამოვიყენეთ. ზუსტად მითხარი, რა გსურს ვაჩვენოთ და საიდან გინდა დავიწყოთ. მაშ არა, რადგანაც აჩვენე ის ტოჩინის ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც მეც გამოვიყენე ჩემს სტატიაში, რომელიც Substack-ზე დავდე. სწორედ იმაზე დავარქნობოდი, რომ პანცირებზე ვისაუბროთ ძირითადად. ანუ როგორ მივდივართ ამაზე? მაშ უკვე ნახეთ ადრე რომ რა თქმა უნდა უკრაინელებმა დაახლოებით 1 წელია რაც ამ კამპანიას ატარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმისკენ მიმავალ კორიდორში განსაკუთრებით, რომელიც მიზნად ისახავს დარტყმას. და დღეს ამას დიდი ეფექტიანობით აკეთებ. მაგრამ უკვე გარკვეული დროა, რაც დაიწყეს ლოგისტიკის დარტყმა, მაგრამ ასევე მიზნად ისახავს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაზიანებას, რომლებიც ამ კორიდორს იცავენ. ეხლა ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან ბევრი, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა, როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის დანარჩენი ნაწილის დასაცავადაც. მე განსაკუთრებით იმ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ადრე ნახეთ, დავინტერესდი, რომ გამერკვია, ანუ რამდენად და რა ფორმით აქვს ამას გავლენა. და სინამდვილეში მივედი გარკვეულ დასკვნებამდე, რომლებიც ცოტა არააუცილებლად მოსალოდნელია. იმაშია საქმე, რომ პირველ რიგში, სანამ ჩემ სტატიაში ხმად შევალ, მინდა განმარტო, რომ არ არის მარტივი ამის გამოკვლევა. თქვათ, მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის ანტიაერიული არსენალის მდგომარეობა. რადგან წარმოების შესახებ სანდო მონაცემების პოვნა ძალიან რთულია. მაგალითად, როგორც გახსოვთ, ჩვენ ამაზე აქაც ვისაუბრეთ, როგორაც შესაძლებელია რუსეთის ავიამშენებლობის გამოძიება ომის დროს, რადგან ისინი იღებენ ვიდეოებს ახალი გამანადგურებლების შესახებ, რომლებიც ქარხნებში მზადდება. თუმცა იქაც ყოველთვის არ იღებენ. მაგრამ ამ ყველაფერს სატელიტურ სურათებთან ერთად შეიძლება მიხვდეთ. მაინც შესაძლებელია რეალისტური შეფასების გაკეთება, მაგრამ რუსეთის თელი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ეს თითქმის შეუძლებელი. თუმცა, ჩემი აზრით, არსებობს ორი კატეგორია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, სადაც შესაძლებელია გარკვეული სურათის მიღება, იმის გაგება, რა მდგომარეობაშია ეს სისტემა. ანუ, რამდენი სისტემა აქვთ დღეს. ერთი, თქვენ ნახეთ ეს ადრე, იმ სტატიაში, რომელიც ადრე ვნახეთ, ტოჩინის სტატია, სადაც სხვადასხვა სისტემებს შორის, სხვადასხვა თავდასხმებს შორის, რომლებიც პრაქტიკულად ყველა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე იყო კატალოგიზებული. იყო ის დათვლა, რომელიც რეალურად კონკრეტულად ეხებოდა, სწორედ თუ გადახვალთ, თუ დაბრუნდები იმ ცხრილში, იმ საწყის ცხრილში, რომელიც ვნახეთ, სადაც იყო დაახლოებით 300 იტკლება, ესენი გრძელდის ტანციური თავდაცვის გამშვები დანადგარებია. თუ არ ცდები ნახოთ, თუ კიდევ ზემოთ არის. ნახოთ, თუ სწორად მახსოვს, ესენი უნდა იყოს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, სატელიტური სურათებიდან ერთ-ერთი ანალიტიკოსის კვლევის მიხედვით, რომელსაც X-ზე 122 ქვია, ვფიქრობ, ამას ნახავთ ამ სტატიის შენიშვნებში.
ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარებულია სატელიტური სურათების დახმარებით, კონკრეტულად რუსული გრძელდისტანციური თავდაცვითი სისტემების შესახებ. ანუ ეს 300 და ეს 400, რომლებიც რა თქმა უნდა უფრო ადვილად ჩანს სატელიტიდან, რადგან ისინი როგორც წესი სტატიკურ ადგილებშია განთავსებული. ამ გამოთვლამ რა გამოავლინა? სწორედ ის, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე სატელიტიდან ხილული სისტემების რაოდენობა პრაქტიკულად 35%-ით შემცირდა. და კონკრეტულად აქ ჩვენ ლანჩერებზე ვსაუბრობთ, არა რადარებზე, არამედ ლანჩერებზე. თუმცა არსებითად თუ არ ვწდები, ანალოგიური გამოთვლაც არსებობს რადარებზე. ასე რომ დიდად არაფერს ცვლის. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ლანჩერებზე არ არის კონცენტრირებული, არამედ გაფრთხილების სისტემებზე, რადარებზე და ასე შემდეგაც, ისინი ასევე ეძებენ ზუსტად ამას გულისხმობთ, ზუსტად, მხოლოდ ამას. ცხრილი, რომელსაც ხედავთ, მე სინამდვილეში სტატია ყველაფერს ეხება, თავიდან მხოლოდ ამ მონაცემზე ვამბობდი, აი ესე. მაგრამ რას გვეუბნება ეს? მაშინ ერთი მხრივ ჩვენ დარწმუნებული არ ვართ და ამას სტატიაში აღნიშნავენ, დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს ყველაფერი დანაკარგებია. რადგან იმათგან ვინც აღარ ჩანს, ნაწილი იმიტომაა, რომ ისინი ვთქვათ, გადაადგილდნენ იმ ფიქსირებული პოზიციებიდან, სადაც ომის დასაწყისში იყვნენ. იფიქრეთ მაგალითად შორეულ აღმოსავლეთში მყოფებზე, მათზე ვისაც დღეს დიდი საგებლობა არ აქვს და ისინი გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათი პოვნა უფრო რთულია. ანუ ზოგჯერ მათ აგზავნიან მაგალითად რუსეთის საზღვართან, უკვე მომზადებულ პოზიციებზე, ისინი ფიქსირებულად განან, სატელიტი გადაუფრენს და პოულობს მათ. ხოლო სხვა დროს მაგალითად ისინი ვინც მოქმედებენ კურსკის რეგიონში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან უკრაინული საფრთხე ბევრად უფრო ძლიერია, გრძელდისტანციური სისტემებიც კი მუდმივად უნდა გადაადგილდნენ. დიახ, ეს სამკარტიან თამაშია. ზუსტად ამიტომ შეიძლება მოხდეს, რომ სტომილების გამო ერთი და იგივე სისტემა ორჯერ დათვალო, რადგან ის გადაადგილდა და ამას ვერ შეამჩნიე. კარგი, ალბათ თუ სატელიტი ერთ მხარეს უკვე გავიდა და მეორე მხარეს ჯერ არა, ეს შესაძლებელია. მაგრამ მოკლედ, ყველაზე ძირითადი დასკვნა რაც ამ მოძრაობიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ ყველა არ არის დანაკარგი, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ნამდვილად არის. შეიძლება თითქმის ყველა იყოს, ან როგორც მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც. შემდეგ თქვათ არსებობს ოკამის სამართების მიხედვით დამატებითი დადასტურება იმ აზრით, რომ საბოლოოდ უკრაინის აქტივობა აშკარად გაიზარდა, უკრაინის მხრიდან დარტყმების რაოდენობა აშკარად გაიზარდა, რაღაც მოხდა. გინდათ კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც ამ თეორიას ამყარებს. რუსებმა სადეს S-400-ების თურქებისგან უკან დამოსყიდო. რაც სხვათა შორის მუნი ვერ მოახერხეს. ვერ მოახერხეს სხვათა შორის. და საერთოდ უკვე დიდი ხნის წინ დაიყვანეს, ანუ უკვე 2024-25 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ასადი საკმაოდ არასტაბილურად იყო, მათი ბევრი სისტემა წინასწარ გაიყვანეს, რადგან ასე ადვილად გადასატანი არ არის. ისინი იყვნენ პირველები, ვინც ჩატვირთეს და წაიღეს. ეს უკვე გაძლევდა შეგრძნებას, რომ იყო დეფიციტი. ან ისინი უკვე წინასწარ მოქმედებდნენ, იმიტომ რომ სულელნი არ არიან, არეოდებიან სანამ 35%-ს დაკარგავენ, თუნდაც ამას ვერაცნობიერებდნენ. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ახლა ჩემს სტატიაშიც გამოიკვეთა, თუ გინდა შეგვიძლია ეკრანზე დავაბრუნოთ, არის განსხვავება ჩემი აზრით. აზრი ისაა, რომ რუსებს დღეს სერიოზული დეფიციტი აქვს საერთო თავდაცვის მხრივ, მაგრამ არა იმდენად. ყოველ შემთხვევაში იმათთან შედარებით, რომელთა გამოკვლევაც შეგვიძლია, ანუ გრძელდისტანციურთან და ამათთან, რომლებსაც ეხლა ვხედავთ. პანცერები, რომლებიც კიდევ ერთი ცენტრალური ელემენტია, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი არაა, მაგრამ ძალიან გავრცელებული კომპონენტია რუსულ საერთო თავდაცვაში. ვამბობდი, რომ ეს სისტემებში მაინც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა, ასე ვთქვათ, ომის დაწყებიდან დღემდე გაანადგურეს რუსული ინვენტარი და რომ მათ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად შეამცირეს რაოდენობა, რადგან რუსული წარმოებაც გრძელდება. განსაკუთრებით, შედარებით თუ ეს 300-ზე გვაქვს, ისე იჭვი, რომ ზუსტად არ ვიცით რამდენია. დანაკარგი პანცერებში კი ეს ცოტა უკეთესად გასაგებია იმ კოშკების წყალობით, რომლებზეც მათ აყენებენ. ამიტომ ისინი უფრო სტატიკურია, უფრო ადვილად საპოვნელია და ამაზე კვლევა, რომელიც შემდეგ ეფუძნება სურათებს, ასევე ალფეს მუშაობას, რომელსაც ნახავთ სტატიაში თუ დაგაინტერესებთ, რომ საბოლოოდ რაც იკვეთება არის ის, რომ დიდი ალბათობით დღეს რუსეთს მაინც ომის დასაწყისთან შედარებით უფრო მეტი პანცერი აქვს და ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება. სხვათა შორის ამ ფოტოზე, რომელსაც ხედავთ, ეს არის ერთ-ერთი შეტევა, რომელსაც უკრაინელები ამ თავდაცვებზე ახორციელებენ. ეს არის ამ პანცერის ცხოვრების პრაქტიკულად ერთ-ერთი ბოლო კადრი. ამიტომ ვამბობდი, რომ მიუხედავად იმისა, მართალია უკრაინულმა შეტევებმა ბოლო 1 წელიწადში, ბოლო 2 წელიწადში სულ უფრო მეტი პანცერი გაანადგურეს კრემის კორიდორში.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს სატელიტური სურათებიდან, ასე რომ განსაკუთრებით მათ შორის რომლებიც განლაგებულია მოსკოვის გარშემო, შემდეგ ვალდაიში სხვა საწარმო ობიექტებთან, აეროპორტების გარშემო და ასე შემდეგ, გამოდის რომ საბოლოოდ ისინი გამოდიან. ასეთი რაოდენობა ბევრად აღემატება დასავლურ შეფასებებს პანცირების შესახებ 2022 წელს, როგორიცაა მაგალითად military balance-ის მონაცემები. 2022 წლის დასაწყისში მხოლოდ 116 ითვლიდნენ. და თუ ფიქრობთ, რომ დღეს მოსკოვის გარშემო სულ მცირე 75-ს პოულობთ, პლუს კიდევ ათეულობით სხვაგანაც. შეფასებით მათი რაოდენობა დაახლოებით 200-მდეა. რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ არაოკუპირებულ უკრაინაში, პლუს რა თქმა უნდა, ისინი ვინც ოკუპირებულ უკრაინაშია და კიდევ რამდენიმე რუსეთისა და უკრაინის საზღვართან. რატო არის ეს განსხვავება? იმიტომ რომ იმ 200 სატელიტიდან ვხედავთ, რადგან ისინი ფიქსირებული ინფრასტრუქტურის დასაცავად არიან განთავსებული, ანუ მოსკოვში, კოშკებზე, შენობებზე, აეროპორტებში, ქარხნებთან, მაგალითად, რამდენიმე მათგანი განთავსებულია ცნობილი ალაბუგას ქარხნის ახლოს, სადაც შაჰედის დრონებს აწარმოებენ. შემდეგ, როგორც შენ თქვი, მირკო, ბევრი ვალდაიშია მოკლედ, მუდმივ ობიექტებზე. ასე რომ, ჩვეულებრივ ისინი კოშკებზე არიან განთავსებული. ასევე იმიტომ რომ ნახეთ ხო ასეა, იქ ვერთან ფრენდ მოხავთ, ის არ არის მოძრავი, არ არის ესეთი რომ გადაადგილდეს. ამ გიგანტური საბჭოთა ვერტამფრენებით გადმოწესთავენ. გონი ესენი არიან Mi-26-ები თუ სწორად მახსოვს. და ამწესებენ შენობების სახურავებს, ფაქტობრივად მოსკოვში. საბოლოოდ, როგორც ხედავთ, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ომის მიმდინარეობისას შეგვიძლია მათი დათვლა, რადგან ისინი თვეების განმავლობაში იქ კოშკების თავზე რჩებიან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩემი გაკეთებული საქმე, ან მე უბრალოდ ყველაფერი ერთად შევკარი, მაგრამ თუ წყაროებს და ყველაფერს დააკვირდებით, ნახავთ ჰუკებს, სადაც ანალიტიკოსები, სწორად ეს არის საუკეთესო, რაც შეგიძლიათ იპოვოთ. სადაც ანალიტიკოსები სწორედ ასე იკვლევენ. სატელიტური სურათები, რომლებიც მე ძირითადად გადავამოწმე, მაგრამ სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე გაკეთებული იყო. შეგიძლიათ ეს თავადაც გააკეთოთ, დააც გაპუნოთ, იპოვოთ ორიგინალური წყარო, იქ არის ფოტოები და შესაბამისად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს. ასევე ძალიან საინტერესოა Google Earth-ზე შესვლა, რადგან Google Earth გაძლევთ საშუალებას დროში წინ და უკან გადაადგილდეთ. ძირითადად შეგიძლიათ ნახოთ ძველი სატელიტური სურათები და შეგიძლიათ ნახოთ როდის აიგო ეს კოშკები, ზემოდან დაყენებული პანცერები როდის დაამატეს და როდემდე არ იყო ისინი. მაგალითად, სწორედ ასე შევძელი გამომეთვალა, რომ 2023 წლის დასაწყისში, წარმოიდგინეთ, მოსკოვის გარშემო მხოლოდ 7 იყო მუდმივ პოზიციებზე. რადგან, როგორც ადრე გავიხსენეთ, უკრაინული საფრთხე მოსკოვისთვის 2023-ს განსაკუთრებით კი 2023 წლის დასაწყისში თითქმის ნულოვანი იყო. დღეს 75. მხოლოდ ის პანციები, რომელთა დადასტურებაც შეგვიძლია და ალბათ კიდევ სხვებიც, რადგან არის კოშკები, რომლებიც ჯერ კიდევ შენდება. ეხლა მათ აქვთ სამი ძირითადი კონცენტრული რგოლი, როგორც ჩანს, სურთეს რიცხვი 7-მდე გაზარდონ. დიახ, არიან ისინიც, რომლებიც მოსკოვის გარეთ ჯერ საწყის ეტაპზე არიან და ფაქტობრივად ეხლა ყალიბდებიან. და ამ რუკაზე ნახავთ, უბრალოდ გირჩევთ ჩართოთ ბრაუზერის ავტომატური თარგმანი, სხვათა შორის, რადგან როცა სიას ნახავთ, საკმაოდ კარგად მუშაობს. იპოვით კატეგორიებს, თქვათ საჰაერო თავდაცვის. ასე რომ აქ მხოლოდ პანცერები არ არის, რასაც ახლა ხედავთ, პანცერები უმეტესობა პანცერებია, ასევე არის გრძელდისტანციური სისტემები, S300 და S300, S400. ფიქრობთ, რომ 2025 წლის ბოლოს. მხოლოდ ამ სისტემებზე, რომლებიც მოსკოვის გარშემო შორი მოქმედებისაა. ასე რომ თუ ერთი წუთით გადავიდეთ S300-სა და S400-ზე საუბარზე, მოსკოვში ბევრი იყო. რაც დაახლოებით შეადგენს ყველა ევროპული ნატოს ქვეყნის 2/3-ის რაოდენობას. ერთად აღებული გრძელდისტანციური სისტემები, ან Patriot, ან მსგავსი სისტემები. რო წარმოიდგინოთ რაოდენობა. როგორც ჩანს, რუსებს ძალიან სურთ მოსკოვის დასაცავად ამ სისტემების კონცენტრირება. რაც სხვათა შორის მართლაც გამორჩეულს ხდის იმ ფაქტს, როცა უკრაინელები ახერხებენ ამ თავდაცვების გარღვევას, მაგალითად ამ დღეებში. ეს ასევე ადასტურებს თავდაცვის პოლიტიკურ აუცილებლობას და გარკვეულწილად ამართლებს უკრაინის სტრატეგიას. კარდი განათავსეთ აქ 500 სხვა ზონების ხარჯზე. დიახ, ჩვენ ძალიან ვაწვევით, დიახ, ზუსტად ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ამ მსჯელობის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემი დაკვირვებით, რაც შევძელი გამერკვია, არ არის მართალი, რომ ისინი დაკარგეს. ანუ მათ მაინც მეტი აქვს ასეთი სისტემები და ალბათ მოკლე რადიუსისებიდან. და არ ვიცი რამდენი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გრძელ რადიუსიანებიდან ბევრად ნაკლები აქვს. მაგრამ იცი, ეს ლოგიკური მსჯელობაა. თუ მე 200 მაქვს, მაგრამ შედარებით ბევრად ნაკლებია. იმიტომ რომ გვაქვს უნდა დავფარო მხოლოდ საზღვარი, ეს ზუსტად ასეა. თუ ეხლა მაქვს 200, უნდა დავფარო. ყაზანამდე ზუსტად აქ არის.
პარადოქსულად დღეს მათ ალბათ უფრო მეტი აქვთ ვიდრე ადრე და თითქმის დარწმუნებით მოკლე რადიუსზე უფრო მეტი ვიდრე ადრე. მაგრამ შედარებით თქვათ მოწინააღმდეგის საფრთხესთან შედარებით რუსეთი დღეს ბევრ მოწყვლად უფრო მოწყვლადია ვიდრე 2022-23 წლებში. მაგრამ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ადრე როგორც ვთქვით, მათ უნდა დაეცვათ მხოლოდ საზღვისპირა რეგიონები, არ ვიცი, ჰქონდათ ამდენიმე ტოჩკა. ომის დასაწყისში შემდეგ პირველი დრონები, რომლებიც რამდენიმე ათეულ აფეთქებულ ადგილს ტოვებდნენ, ნელ-ნელა მათთან აღწევდა და ასე შემდეგ. კარგი, ესე რომ ეს ტერიტორია ყოველთვის ცოტათი იზრდებოდა, მაგრამ არასდროს ყოფილა ასე ღრმად გაწეული დასაცავი ზონა. დღეს კი მაგალითად კაზანში რაკეტები ხდება, ჩებოქსარიში დრონები მიდის, მგონი ესე ერქვა იმ ბოლო ქალაქს, რომელიც ვნახე, რომელიც 1000 კილომეტრზე მეტით რუსეთის შიგნით მდებარეობს და ასე რომ თითქოს რუსული წარმოება, რომელიც სხვათა შორის წარმოების თვალსაზრისითაც როგორც ჩანს გაიზარდა, ან სულ მცირე შენარჩუნებულია ამ სისტემების, რადგან სხვანაირად ვერ ავხსნით, რატომ არის კიდევ ასე ბევრი მათგანი დარჩენილი. ანუ თუ უკრაინელები ავრცელებენ ვიდეოებს და ფოტოებს დაზიანებული პანცირების შესახებ, თანაც ვაღიაროთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევას არაჩვენებენ. ანუ მაინც არსებობენ პანცირები, რომელთა შესახებაც მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ისინი артиლერიამ დააზიანა. ან მოკლედ, რომელთა შესახებაც ჯერ ვიზუალური მტკიცებულება არ გამოჩენია. თხოვენ, რომ ზუგზე მუშტები დავართ, ამ აპატიეთ, ამას აღარ გავაკეთებ. მოკლედ, ვაღიაროთ, რომ ყველა დანაკარდი თვალსაჩინო არ არის ძირითადად. მაგრამ მოკლედ, თუ ჩვენ ხედავთ და სატელიტიდან ვითვლით ყველა იმ სისტემას, ეს დღეს ნიშნავს, რომ რუსულმა ქარხნებმა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მაინც აწარმოეს. და ესეც კი ასე მარტივი არ არის, თუ დააკვირდებით. და ჩემს სტატიაში ამას ნახავთ. რამდენი ქონდათ წარუმატებლად წარმოებული. ისინი მხოლოდ რუსეთს არ იცავენ, მაგალითად ესე თქვა ბჭყალებში. ისინი ჩეჩნეთშიც იყვნენ, იმ არეულობაში, სადაც თვითმფრინავი დააზიანეს, რა იყო 0, აღარ მახსოვს. მათ ჩამოაგდეს ზუსტად ავიახაზების თვითმფრინავი. გონი 0 იყო. და ბოლოს მონი რუსებმა აღიარეს კიდეც რაღაცა ბოდიშის ჟესტი იყო, პუტინმა თქვა, რომ ბოდიში მოიხადა. და იქ ნამდვილად პანცერი იყო. და ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის ისინი სირიაშიც იყვნენ განლაგებულები. შეიძლება ვიღაც სირიიდან დაბრუნდა, შეიძლება არც დაბრუნებულა. არა, მაგით მე დავკავდი. იმ დროს ეს სამასივიც იქ იყო. მე მოხსნეს და წაიღეს. და არაფერია. ამას იმიტომ ამბობ, რომ სინამდვილეში მე მაგიდაზე ხელს არ ვარტყამ, ეს მინდა გითხრათ. არ ვიცი რატო გესმით ეს ხმა, ალბათ ძალიან გონია რომ მიკროფონი მაგიდაზეა მიერთებული. ასე რომ როცა ოდნავაც კი დაარტყამ ის გამოსცემს რაღაცა ტუმ ხმას. ალბათ ასე უკეთესია. დამეხმარეთ ჩატში თუ გაუნჯობესდა და მომეცით ნიშანი. მაუსის დასაფენზე დავდე, იქნებ ესე უკეთესია, მაგრამ არაფერს ვეხები, ნახეთ ესე ვლაპარაკობ, ხელებს სუფთად და აწეულად ვიჭერ, არაფერს ვეხები. ვამბობდი რომ ამ დღეებში განსაკუთრებით იმ თავდასხმების ფონზე, რაც მოსკოვში ვიხილეთ, ერთი ნაწილი, თქვათ, ანალიტიკოსების, კომენტატორების, შემდეგ კი თანამშრომლების, რომლებსაც ზოგადად პროუკრაინულად მოიხსენიებ, კარგი, ესე ვამბობ, უბრალოდ რა ახსნა, საერთოდ რო ვთქვათ, გასაგებად, რეალურად გაავრცელეს ეს თეზა, რომ რუსული თავდაცვა საერთოდ არ მუშაობს. ისინი ცოტა, ისინი ყალბია, არაეფექტურია, რაც გინდათ ის დაარქვით. ჩემი აზრით, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რეალისტური და ნიუანსიანია ამ მხრივ. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, მართლაც თუ რუსული თავდაცვა, როგორც ბევრი ამბობს, არა ცოტა, არამედ ბევრი ამტკიცებს, სულიად არაეფექტურია თუ არა, ან კიდევ სხვა რამეა. თუ ასე იქნებოდა, მოსკოვზე ეს შეტევები უკვე კარგა ხნის წინ გვექნებოდა ნანახი. მართალია, პირველ წლებში მათ არ ჰქონდათ მოქმედების რადიუსი, მაგრამ უკვე 1 წელია უკრაინელებს ეს მოქმედების რადიუსი აქვთ და მიუხედავად ამისა მოსკოვი გამისწორეთ უცდები მირკო დაახლოებით 1 თვის წინამდე წარმატებული დიდი შეტევები ძალიან ცოტა ქონდა. რამდენჯერმე რაღაც გადიოდა, მგონი ხმა გაქვს გამოშთული მირკო. არა დიდ თავდაცვით წრეში და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნავთობ გადამამუშავებელზე შეტევა პრაქტიკულად თავდაცვითი ხაზის საზღვარზეა. ეს ამ ზონაშია. აქ გულწრფელად რო ვთქვათ, რამდენი დრონი გადის უკრაინაში შეტევების დროს, წარმოიდგინეთ, უკრაინელები უშვებენ 300 დრონს, ყოველთვის შტამბეჭ დავია, როცა დედაქალაქს ურტყამენ, მაგრამ დარტყმები არის 5, 6, 7, 9. საუბრობთ ძალიან მსგავს პროცენტებზე, როგორც უკრაინის ისე რუსეთის მხრიდან დრონების ჩამოგდების მხრივ, ორივე მხარეს 90%-ზე ბევრად მეტია. დიახ, დღეს სწორედ ეს გამოთვალე, ცადე ამის გაკეთება, ხო? დიდ შეტევაზე, რომელიც თვამეთში მოხდა ფაქტობრივად რამდენიმე დღის წინ და რომელმაც უდავოდ წარმატებას მიაღწია. ეს აშკარა. საოცარი წარმატება, იმ გაგებით რომ
დაუჯერებელია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ამის დაჯერება შეუძლებელი იყო. მათ არასდროს გამოსდიოდათ ასე გაერღვიათ თავდაცვა. მაგრამ მეორე მხრივ ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორედ ამ ფაქტორს. ანუ თუ ნახავთ იმ უამრავ ვიდეოს, რომლებიც გავრცელდა ნავთობ გადამამუშავებელზე თავდასხმის შესახებ, და თუ სცადებთ გამოძიებას, რაც ცოტა უფრო რთულია და მე თუ ცადე ამის გაკეთება, რამდენი დრონი გაუშვეს უკრაინელებმა მოსკოვზე. როგორ შეიძლება ამის გამოძიება ეს? სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წყარო არსებობს. ეს არის თქვათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ან რუსეთის რეგიონების გუბერნატორები. მათივე თქმით, სწორედ ასე, ამაღამ ამბენი უკრაინული დრონი გადაფრინდა რეგიონზე. ან კიდევ. მაგალითად, მოსკოვის მერი ამბობს, რომ ამ თავდასხმაში 194 თუ 196 არ მახსოვს ზუსტად, დრონი დაესხა მოსკოვს და აქ ისინი იქნა გადაჭერილი. ამიტომ ერთადერთი მონაცემი რაოდენობაზე რაც გვაქვს, აქენა შეგვიძლია დავასვენოთ. ანუ რუსები პირველ რიგში მხოლოდ იმას ამხელენ, რაც მათი აზრით არის გადაჭერილი. ისინი არ არიან როგორც უკრაინელები. უკრაინელები თქვენ აუცილებლად გემახსოვრებათ, რადგან ყოველთვის ამაზე საუბრობთ. უკრაინის საჰაერო ძალების ბიულეტენები განასხვავებს რუსების მიერ გაშვებული იარაღებსა და ჩამოგდებულებს შორის. რუსები კი ცოტა უცნაურად იქცევიან, ეუბნებიან. მხოლოდ ამ ღამით ჩავწერით 300 დრონი რამდენი გაუშვეს. მე ვიცი რატო. ედუარდო, კარგი, მაგრამ შენც მივხვდი, როცა ასე ამბობ, ადამიანს არ აქვს აზომი. ამბობს, ვაუ, კი. მე შეიძლება კიდე 100 გადაფრინდა. თქვათ 100 ალბათ ეს დიდი შედეგი არ იყო. კარგი, მაგრამ ამას არასდროს ვამბობ, მაგრამ ეს ტექნიკაა, ვამბობ წარმატების ნაწილს და არ გაძლევს აზომს, რომ თქვა, მოიცადე, ცოტა გადავითვალო. თუ კარგად წავიდა, თუ ცუდად, ესეც უნდა ითქვას. ეს სწორედ მიზეზი. სისტემებთან პრობლემა არ არის. ისინი არ იყო განკუთვნილი დრონებისთვის. ისინი იყო განკუთვნილი წერტილოვანი დაცვისთვის, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მოკლე მანძილზე. 20 კმ და მსგავსი რაღაცები, რაც იმ დროს დრონებს არ მოიცავდა. როგორ სინამდვილეში ამას ვნახავთ, მათ ბევრი შეზღუდვათ, ის ცნობილი დიდი სახურავი, რადგან ლაივი გავაკეთეთ და ასე შემდეგ. პარადოქსულად ეს არ არის უკრაინული დრონი, ჩვენ ეს გვაქვს. ეს არის რუსული რაკეტა, ალბათ კარლოს კვლევა. ჩავრთავ კლიპს, რომ შემდეგ ადიხსნით ამის შეზღუდვებსაც. მივდივარ იქ. აქ ხედავთ კამერა დრონზე იყო კონცენტრირებული. მაგრამ სინამდვილეში ეხა დამოჩნდება წითელი ზოლი. ეხლა დარგად დააკვირდით. ჯანდაბა, აფეთქება ჩავწერე. აქ ნახეთ. მერტო ჩემო. სადია, ეს არ ყოფილა დრონის ფათაშორის, ვამბობდი რომ ჩემი აზრით ეს არის მანფეცი, ანუ ხარზე სატარებელი რაკეტა. შეიძლება იყოს იგლა, ან მისი უახლესი ვერსია, რომელსაც ვერბა ქვია, შეიძლება ასევე იყოს პანცი. ამ ვიდეოებში, რომლებიც ამ დღეებში ვნახეთ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, ძირითადად ორი ტიპის მოქმედებაა სხვადასხვა გადაჭერისას, რასაც ხედავთ იმ კვამლის კვალით. ან პანცირის რაკეტა, ან ხარზე სატარებელი რაკეტა. ეს ორი ერთადერთია, რომლებიც ნამდვილად ნახეთ გამოყენებული. საინტერესო მხარეა, როგორც ჩვენ ამბობდი, ხშირად ჩეჩნები იყენებენ ხარზე სატარებელ რაკეტებს. კი, ამ თავდასხმების დროს ეს არ გვინახავს. პირველ რიგში ეს იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები, აი ხარზე სატარებელი რაკეტები. ეს ნახეთ ამ თავდასხმების დროს. პირველ რიგში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ძირითადად მოსკოვის დაცვისას გამოიყენეს. ბევრი ჯგუფი, თქვათ, იმპროვიზებული ან არა და ასევე პატარა ჯგუფები კაცებისა, რომლებსაც ხარზე სატარებელი რაკეტები აქვთ. როგორც ხედავთ, ისინი ძირითადად განლაგებულნი არიან ავტომაგისტრალთან, შემდეგ კი გზებზე, რომლებიც მოსკოვს უგლიან და რომლებიც პირდაპირ რაფინერიასთან მიდიან. და ზოგიერთი ვიდეოდან ჩანს ავტომაგისტრალი, ასევე გზები, რომლებიც მოსკოვს უგლიან და რომლებიც პირდაპირ რაფინერიასთან მიდიან. და ზოგიერთი ვიდეოდან ჩანს ეს ჯგუფები. როგორც ჩანს, ისინი შედგებიან ჩეჩენი დანაყოფებისგან, სავარაუდოდ იქ ჩეჩენები არიან. იმის მიხედვით, რაც მე ვიცი, ისინი საკმაოდ ბევრნი არიან ეროვნული გვარდიაში, ეს ერთ-ერთი ამოცანაა ეროვნული გვარდიის დანაყოფებისთვის. ასე რომ შეიძლება სწორედ ისინი იყვნენ. და სხვათა შორის ორიოდე სიტყვა ამ ცდელობაზე, რომ თავი დაიცვანა იარაღებით, რომლებიც ყველაზე შესაფერისი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი გამოყენებას აზრი აქვს. აი ეს არის ხარზე სატარებელი რაკეტები.
რომლებიც ცივი ომის დროს შეიქმნა დასავლური სტინგერის ანალოგებით, რომლებიც შეიქმნა ვერტფრენების ან დაბალსიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად. ყველა ეს რაკეტა იშვიათი გამონაკლისების გარდა საერთო მართვის სისტემით ხასიათდება. ინფრაწითელი სენსორებით, ანუ სითბოს-ძიებით მუშაობენ. რაც მათ მართლაც ეფექტს ხდიდა და დრესაც ხდის ვერტმფრენებისა და გამანადგურებლების წინააღმდეგ. დღესაც კი ფაქტობრივად ფრენისას ყველაფერი სითბური კვალისა და დანარჩენი ფონის შედარებაზეა დამოკიდებული და აქ ეს კონტრასტი თითქმის იდეალურია. აქ კი ვთქვათ, რომ არსებობს მთელი რიგი საწინააღმდეგო ზომები, მაგრამ ამავე რაკეტებშიც კი შეიმუშავეს საწინააღმდეგო ზომები. ასე რომ ეს არის დუელი, რომელიც გრძელდება. პრობლემა ისაა, რომ თუ საქმე ეხება დრონების ჩამოგდებას, დრონები, რომლებიც უკრაინელებს აქვთ, ესეთ შემთხვევებში, ძალიან სპარტანული დრონებია. მათ აქვთ თუშიანი ძრავა, დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსა და ხისგან. მოკლედ, დამზადებულია იაფასიანი მასალებისგან, შედარებით მცირე ზომისაა და საკმაოდ გამძლე. როგორც შევნიშნეთ, ტყვით დაჭრისას ისინი მაშინვე არ ვარდება და განსაკუთრებით ინძრავით, მათ არ აქვთ დიდი თბური კვალი. ამიტომ უკვე ესეთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. აი, სწორედ ასე ვიდეოებიდანაც ნახავთ, რომ უმეტესობა წყაროებში გვაქვს მითითებული, არაერთი ასეთი გაშვებაა ნაჩვენები. ის კადრები, რომლებსაც შემდეგ ხედავთ, სხვათა შორის, ხდება მოსკოვის მოსახლეობაში, რომელიც ძალიანაა დაინტერესებული ამ თავდასხმებით. კიდევ ერთი უკიდურესად საგულისხმო თითქმის სახალისო რამაა. მათ ნახეს როგორ ერთობოდა ხალხი, ნამდვილად გაერთნენ. ისე თითქოს ფერბურთის მატჩს უყურებდნენ. სხვათა შორის დავამატებ კიდევ ერთი შენიშვნა. ჩემი აზრით, თითქმის სასწაული იყო, რომ შეიძლება არც ერთი სიცოცხლე არ დაკარგულიყო. იყო ბევრი დაჭრილი, როგორც მახსოვს, მაგრამ არც ერთი მსხვერპლი. ან ყოველ შემთხვევაში მასობრივი მკვლელობა არ ყოფილა. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან იმ დღეებში ბევრი მათგანი ვარდებო და ბევრი იჭერდნენ, ზოგი შუაში იჭერდნენ, ან ზოგი შენობებზე ეცემოდა. შეიძლება და ბევრად უარესი ყოფილიყო და ბევრად უარესი შეიძლება და ყოფილიყო, რომ დავასრულო ის ასაც ადრე ვამბობდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ როგორც ჩანს ასე არ ყოფილიყო. საერთოდ საჰაერო განგაში არ იყო გამოცხადებული და მოსახლეობისთვის არ დაუწესებიათ სახლში დარჩენა ან თავში საფრებში წასვლა. ანუ ამ ვიდეოებიდან ზოგიერთი. ან ჩეჩნებთან ერთად, რომლებიც ჯგუფურად ისვრიან. სათაურები უბრალოდ იმისთვის, რომ ტერიტორია მსხვერპლად წარმოაჩინოთ, ჩნდება. ზუსტად ეს მონია ერთ-ერთი ის შემთხვევა, როცა გამომეპარა, ყურადღება გამეფანტა, მაგრამ გამომრჩა, ნახოთ, ზუსტად. თუმცა ეს შეიძლება იყოს, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ჩანს სროლა. არა, კი, ბოლოს როგორც ჩანს ეს არის მამპაცი, შეიძლება იყოს კიდევაც ერთი, ანუ რადგან საკმაოდ მაღლა მოდის როგორც ტრაექტორია, შეიძლება პანცერიც იყოს. მე ვნახოთ. ერთი შემთხვევაა ინტრეთში, რომელიც გამოგიგზავნე, სადაც ერთადერთი შემთხვევაა და გაჩვენეთ როგორ, ზუსტად შეიძლება დადასტურდეს, რომ ის რაკეტა პანცერისაა. რომ დავასრულო ის საუბარი, რასაც ვამბობდი, როგორც ჩანს არ გამოცხადებულა საჰაერო განგაში, რომელიც მოსახლეობას აიძულებდა უსაფრთხოდ დამალულიყვნენ და იმდენად რომ როცა იმ მხარზე სატარებელი რაკეტების გაშვებას უყურებთ, ხედავთ კიდეც რუს სამხედროებს, რომლებიც ცდილობენ მანქანების შეჩერებას. იმისთვის რომ ჯარისკაც, რომელსაც მხარზე სატარებელი იარაღი უნდა ისროლოს, კონდეს დრო მიზანში ამოღებისთვის. ხალხთან ერთად, მოსკოველებთან, რომლებიც სამსახურში მიდიან და დრო არ აქვთ გაჩერდნენ, რაღაც სიურეალისტური ხდება. გზა არც კი დაუხურავთ. უბრალოდ პატარა რაღაცა გააკეთეს, კონუსები დააყენეს და მანქანებს მათ გარშემო ატარებდნენ. ყველა რისკის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიღიმით, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინოთ აი ეს ფოტო ზუსტად ისაა, რასაც გულისხმობდი. მაშ, თუ შევძლებთ კარგად დავზუმოთ ფრენაში მყოფ ჩამჯერზე, დღეს ცოტა ცადე გამერკვია ვიდეოებსა და ფოტოებში რომლები იყო. პანცირის შემთხვევები და მამპაცების შემთხვევები. მით უმეტეს რომ პანცირებზე მთელი ეს დისკუსია იყო, არ მუშაობსო და ასე შემდეგ, მინდოდა ცოტა უფრო ღრმად გამეკვია. ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, სადაც საკმაოდ დარწმუნებული ვარო პანცირი. თუ კარგად დააკვირდებით იმ რაკეტას ფრენისას, თავარი მინიშნება ისაა, რომ შეგიძლიათ ორი საფეხური დაინახოთ. ანუ არის ერთი შავი ნაწილი უკან, დიდი და ერთი პატარა ნაწილი მიმაგრებულია წინ. ეს არის პანცირის ჩამჭერები ფრენის საწყის ეტაპზე. მათ აქვთ ორი საფეხური. ცოტა ხნის შემდეგ უკანა საფეხური სცილდება, ეს შეიძლება იყოს როგორც ჩანს პანცირი, რომელსაც ჯერ არ მიაღწია იმ მომენტს, როცა უნდა გამოეყოს. დამატებით, მე ჩავატარე ანალიზი, შევადარე ფოტოს ფიქსელები, უკრაინული დრონის ფიქსელებს, რომელიც თუ არ ვცდები უნდა იყოს FP1. ამ FP1-ის ზომები საკმაოდ ცნობილია, რადგან ძალიან ბევრი ფოტო არსებობს FP1-ის შესახებ. სიგრძით ის უფრო შეესაბამება პანცირს, რომელიც ერთად გრძელია ვიდრე იგლა. ასე რომ ამ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ დარწმუნებული იყო, როცა ასეთი ხარისხის ფოტოები არ არსებობს, თუ გინდათ სცადოთ და გაიგოთ პანცირია ეს თუ მხარზე სატარებელი რაკეტებია, მხოლოდ ორი ვარიანტია.
ზუსტად. მარჯვენა მხარეს უნდა იყოს დრონი ამ შემთხვევაში, რომელიც ძალიან გავს იუტის, რომელიც მარცხენა მხარესაა. ვამბობდი რომ თუ გინდათ სცადოთ და გაიგოთ რომელი ტიპის ჩამონგდებია ამ ვიდეოებში ძირითადად მხარზე სატარებელ რაკეტებს აქვთ ეს დამახასიათებელი კვამლის კვალი, რომელიც ძალიან დაკბილულია და ისინი საკმაოდ არარეგულარულად დაფრინავენ. იმიტომ რომ მხარზე სატარებელი რაკეტები ზუსტად ასე იქცევიან. ისინი მობრუნდებიან და მისდევენ სამიზნეს. მათ მხოლოდ ერთი ზედაპირი აქვთ ძირითადად, რომელიც მართავს მიმართულებას. და ამიტომ მათ უწევთ თავის თავზე დატრიალება. და საკმაოდ უცნაურად მობრუნება. თუ ნელა უყურებთ, აი ეს. ხოლო ინტერსეპტორები მაგალითად პანცირის ტიპის დაფრინავენ ბევრად უფრო, ვთქვათ, პირველ რიგში გონი უფრო სწრაფადაც, მაგრამ განსაკუთრებით უფრო თანაბრად. და ტოვებენ იგივე ქარის პირობებში, აი ნაკვალევს, რომელიც ცოტა უფრო სწორხაზოვანია, ცოტა უფრო პირდაპირია, აი ეს. დამატებით, თუ ხედავთ ამ ინტერსეპტორებს მაღალ პოზიციებიდან აფრენას, თუ ისინი კოშკიდან არიან, თითქმის ყოველთვის ეს პანცირებია, რომლებიც კოშკებზე აქვთ დამონტაჟებული. თუ ისინი შენობების მწვერვალიდან არიან, ცოტა იჭვია, რადგან ზოგჯერ მხარზე გადასატანის სისტემებით შენობების მწვერვალიდან ისვრიან, მაგრამ თუ მათ პირდაპირ ქუჩებიდან აფრენას ხედავთ, ძალიან მოუმზადებელი პოზიციებიდან, ზუსტად იქ ძალიან სავარაუდოა, რომ ეს მხარზე გადასატანის სისტემებია, რადგან თუ რუსებმა პანცირი პირდაპირ იმ მომენტში იმპროვიზირებულ პოზიციაში არ მიიყვანეს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. მეტად სავარაუდოა, რომ მათ გაგზავნეს ჯგუფი იქ, პიკაპით, 2 ბიჭი, 4 იგლით საბარგულში, რათა დახმარება გაეწიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დრონები შენობებს სულ ახლოს მიფრინავენ, ეს რომ ეხლა როცა პანცირები შენობებზე დააყენეს, პანცირმა შეიძლება ვერც კი დაინახოს ისინი, იმიტომ რომ ქვემოთ აბსოლუტურად არა. ის ქვემოთაა და ნახეთ ეს მაგალითად. ანუ ის 10 მეტრით მაღლა იყო შენობიდან. ნუ წარმოვიდგინოთ ესე რომ პარადოქსულად ეს სხვათა შორის ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ახალი მოდელის უკრაინული დრონი, ბევრად უფრო სწრაფი, როგორც ნახეთ. დრონებიც ვნახე, რეაქტიული დრონებიც ვნახე. დიახ, ზოგიერთი ტიპისგან კარგი. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ძალიან სასაცილოა. სულიწრე დავართვით, რეაქტიული დრონი რა არის? ეს რაკეტაა. რატო უწოდეთ რეაქტიულ დრონებს? მე ეს არასდროს გამიგია. იმიტომ რომ უკვე მივეჩვიეთ, ევოლუცია უკან დაბრუნდა, ხართ? დრონი გახდა. ერთ დღეს ტანკებსაც დრონებს უწოდებთ ეკიპაჟით, ალბათ ამ რაღაც მსგავს. იმიტომ რომ ეხლა უკვე ყველაფრის დრონად გადაქცევის ტენდენციაა რა. თუ დაფიქრდებით ზოგჯერ ეს პატარა საკრუიზო რაკეტაა. დიახ, და ისინი მათ რაკეტა დრონებს, ან რეაქტიულ დრონებს ეძახიან, ნახე ეს უბრალოდ რაკეტებია. ანუ შეგვიძლია ეს ტერმინებს დამოვიყენოთ. აი ეს კი სხვა შემთხვევაა. ესენი არიან დრონები, მაგალითად შაჰედის ტიპის, რომლებიც უკრაინელებად შეიმუშავეს, დრონები, რომლებიც ძირითადად შაჰედებს გავს, ესე რომ ესენი ყველაზე გავრცელებულია ამ თავდასხმებში. ესენი არიან ის ორი პირველი, რომლებიც იმ პატარა ინფოგრაფიკაში ვნახეთ. ისინი ან, ვთქვათ, მოქმედი და უჩუმარი დრონები, იმის მიხედვით რაც მე შევიტყვე. სხვათა შორის გუშინ ვახშმობდი ერთთან, რომელიც უკრაინაში იბრძოდა. ბადარა სპოილერი ახალი პატჩების შესახებ, თქვათ არა. ახალი პატჩები, ნაწილობრივ დრონები, რომელსაც უკრაინაში უშვებენ, დაჯერებისთვისაა. ისინი, რომლებიც უფრო მიზნებისკენ ვიდიან, როგორც მოსალოდნელი იყო ახალი ტიპისა. ან ეს მინი, თქვათ, ფრთოსანი რაკეტები, უფრო კლასიკური ტიპის. ისინი ძალიან გჭირდება თავდაცვის გასაჯერდებლად, უფრო ადვილად გასაწირიცა, ან ბოლოს და ბოლოს პრაქტიკულად ფანერისგანაა გაკეთებული, ხო? პლასტმასის მასალებია, მართლა ძალიან იაფასიანი რაღაცებია. ამიტომაც ნორმალურია, რომ ორივე მხარეს დრონების 90% იჭერება, რადგან სულ მცირე 500 დრონიდან მინიმუმ 450 პრაქტიკულად შესაძირავია. უკვე იცი რომ დაიღუპებიან, რომ ყველა მათგანს ჩამოაგდებენ, ისინი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ არეალი გაჯერდეს. ეს ამბავია. დიახ, სხვათა შორის, როგორც უკრაინელები, ისე რუსებიც იყენებენ საკმაოდ ბევრ სპეციალურად სათხუარა დრონს, ანუ ისეთეთ, რომლებსაც როგორც ჩანს, საერთოდ არ აქვთ საბრძოლო თავი და უბრალოდ აფრინავენ. არსებობს ასევე სპეციალური ბურთის ფორმის სათხუარები, რომლებიც სიგნალის არეკვლასაც კი ემსახურება, რათა უფრო დიდებად გამოჩნდნენ. ვიდრე სინამდვილეში არიან. მოკლედ, ძალიან ბევრია, რომლებიც მხოლოდ ამ როლს ასრულებენ, ასე რომ სულიად ნორმალურია, რომ ბევრი იკარგება. და ამ ყველაფერში, დიახ, როგორც ადრე ვთქვით,
ეს დაცვები, რომელსაც რუსები იყენებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მთელ სოფლიოში არსებობს. ასე რომ ფრთხილად იყავით დასვენების გამოტანისას. მოკლედ, ეს მხოლოდ მათი სუსტი მხარეები არ არის ანალაცამ მსგავსი, ანუ ალბათ ესეთი შეტევა რო განხორციელდეს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქზე, ბევრად მეც ვნახავდით რომში. მაგალითად, მაგრამ რიცხვები 500-დან 490-ია, რადგან 10 თვითონ ჩამოვარდა. ანუ რას აპირებს შეაჩერო? მაგრამ თუნდაც ყველა არსებული სისტემა იქვე მოვაგროვოთ, ანუ თუნდაც ყველა იქ დავაყენოთ და მოვემზადოთ, ალბათ კიდევ უფრო მეტი გაიპარებოდა. რადგან, რა თქმა უნდა, რუსებს ცოტა მეტია, ისინი მოემზადნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ურადრება, პრობლემა ისაა, რომ როგორც თქვით, ეს იარაღის კატეგორია განსაკუთრებით ფასის, ეფექტურობისა და რაოდენობის მიხედვით, რომელსაც ეფექტურად წინააღმდეგობის გაწევა რთული. იმ სისტემებით, რომლებიც შეიქმნა, რომლებიც ყველა ცივი ომის დროინდელი სისტემების შთამომავლებია, ანუ თვითმფრინავები, ვერტამფრენები, ზოგჯერ როგორც მოწინააღმდეგეები და შემდეგ ნელ-ნელა თავადაც მოწინააღმდეგეებად იქცნენ. თვითონ რაკეტები, ან მაგალითად ბალისტიკური რაკეტებიც. აი პარადოქსულად მოსკოვში რუსული თავდაცვა შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს, მაგალითად, არა ძალიან თანამედროვე ბალისტიკური იარაღის წინააღმდეგ, მაგრამ უფრო მეტად გაუჭირდეს, როცა მასზე დიდი რაოდენობით დრონები მიემართება შეტევას. აი, უბრალოდ რო ვთქვათ, თუ 50 F-16-ის გამოგვიგზავნიდნენ, ალბათ ძალიან ცოტა დაბრუნდებოდა უკან. სრულიად ეგ, ამაში თითქმის არ მეპარება იჭი, ანუ 50 F-16 რო უკრაინის საზღვრებიდან გაფრენილი იყვნენ და მოსკოვამდე მისვლა ეცადათ, თითქმის დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ვერ გაივლიდა, ვერც ერთი ვერ მივიდოდა არც ერთი მოსკოვში. შეიძლება სცადონ ძალიან დაბლა ფრენა, მაგრამ იმ შემთხვევაში დრონებს გაუშვებ, მერე რომ ივლენ იქ რას გააკეთებენ. ეცდებიან გადარჩენას დაბრუნებამდე. ხო, ზუსტად ეგ არის აზრი, ანუ ამ ძველი ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, ეს სისტემები ჯერ კიდევ ძლიერი. სინამდვილეში, როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს ამ ომში, ორივე ავიაცია ვერ ახერხებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევას. ეს ვერ გავიგეთ. უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ ძველი სისტემები ჰქონდა, იყო ქვეყანა, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდა. დიახ, უკრაინა საერთოდ არ იყო, ასე ვთქვათ, სუსტი. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ თავად ევროპაც განსაკუთრებით სუსტია ამ კატეგორიაში. მაგრამ უკრაინას სხვათა შორის საუკეთესო სისტემებიც ჰქონდა. თქვათ, საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის, ესე რომ რა თქმა უნდა გარკვეული წლები გავიდა, მაგრამ ეს არ იყო ის სისტემები, რაც ერაყს ჰქონდა. ხო? ის კი არა, რომ F-16 მთლად ახალი არ არის, ზუსტად ისიც ეგეც ვთქვი. ჩვენ არ ხვდებით ერთმანეთს, არც ერთს არ უკრავთ, როცა უკვე 40-50 წლისები არის. თუ ძველ ბლოკებს აიღებ, ისინი დაახლოებით იგივეა, უბრალოდ ალბათ ბოლოს სისტემებია, რა არის ეს 300-ი, ისინი ზოგიერთ F-16-ზე უფრო ახალგაზრდებიც კი არიან. დიახ, არა თქვენ ეს 300. აბა, რაც უკრაინას აქვს, რეალურად 80-იანი წლების, თუმცა პირველი F-16-ებიც უფრო ადრე იყო, ასე რომ შეიძლება ისინიც რაც დღეს მისცეს, ასევე 80-იანების იყოს. მაშინ როცა ეს 300-ები, რომელსაც რუსები ჯერ კიდევ იყენებენ, მაგალითად 90-იანი წლებისა, ანუ 2000-იანების დასაწყისი მაქსიმუმ. და ეხლა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გვიხსენებია, ეს არის საბრძოლო მასალის ხარჯვა. აქაც არსებობს მთელი თეორია, რომლის მიხედვითაც რუსები ამ თავდასხმების წინააღმდეგ სირთულეში არიან, რადგან მათ საბრძოლო მასალა არ ყოფნით. ამაზე სინამდვილეში მე საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ანუ არასდროს მიპოვია რაიმე გზა. რა თქმა უნდა რომ მეცადა ესე ვთქვათ ამ მონაცემის დასვნის გაკეთება. ამაზე მე ეჯვმეპარება ლოგიკური თვალსაზრისით. რუსებს აქვს ტენდენცია რომ ზედმეტად აწარმოონ და დააგროვონ კიდეც ძველი საბრძოლო მასალაც კი, რაც არც იქნებოდა გონიურული, ხო ასე. სანამ მათ გამოიყენებენ, ანუ ისინი ძველ ნივთებს ხელახლა იყენებენ. მეორეც არ არის ისე რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად ბოლო 1 წლამდე გადატვირთული ყოფილიყო. აი მაგალითად და დაითვალისწინეთ. რომ ეს არის ტანცირი, ბუკი და ასე შემდეგ. ისინი აწლევლების განმავლობაში აგროვებენ ამ სისტემებს და აქვთ მიდრეკილება გადააჭარბონ. რაც შეეხება ამუნიციას, ასე რომ ჩემი აზრით ეს თეორიები ამ მხრივ ძალიან სუსტია. სხვათა შორის თითქმის ყველა რუსული სისტემა თავსებადია. ისინი ყავაც თავსებადია ძველი ტიპის ამუნიციებთან. მაგალითად არის S-400 თავისი უახლესი ვერსიის უძლიერესი რაკეტით, რომელიც 250 კილომეტრამდე აღწევს და ასე შემდეგ. და შეიძლება წელიწადში რამდენიმე ასეთ რაკეტას აწარმოებენ. მაგრამ შემდეგ იგივე S-400 როგორც ერთეულს შეუძლია გაუშვას ძველი ჩამჭერი რაკეტებიც, რომლებიც 90-იან წლებში იყო წარმოებული. ისინი უფრო ახლოს მიდიან. მაგრამ თუ დრონის ჩამოგდება გჭირდება, თქვათ არ გაფლანგავ
თვითადგირებულ საბრძოლო მასალას. ან კიდევ როგორც ხშირად გვინახავს, ზოგჯერ ამ ძველ ჩამჭერებს იყენებენ როგორც ჰაერი მიწა ტიპის იარაღს. ეს სამასებით. ხშირად, ესე რომ, რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც შენ ამბობ, მირკო, არის რაღაცები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ცოტა უცნაურად ჩანს. პირადად ამას ნამდვილად გეუბნები, თავს დავდებ, რომ ეს წარმოუდგენელია, მეორე კი მართლა კარგია. თუ გაუთვალისწინებთ იმასაც, რომ ამ სისტემებიდან ბევრი ვნახეთ და განსაკუთრებით მოკლე რადიუსისები, როგორც ჩანს, რაოდენობაც გაიზარდა, რთულია ვიფიქროთ, რომ ამ სისტემებისთვის უკვე კრიტიკული დეფიციტი იყო საბრძოლო მასალის. მაგალითად, პანცირებისთვის, რასაც აკეთებენ, აგრძელებენ სხვა სისტემების წარმოებას, მაშინ როცა მათთვის საბრძოლო მასალა არ აქვთ. ესეც პრობლემა იქნება. ასე უნდა ითქვას, რომ პანცირების შენობის სახურავზე მომარაგება ადვილი არ არის, მაგრამ მაინტერესებს ეს პრობლემა როგორ არის. რადგან მე უყურე ამ ვიდეოები და რამდენიმეს და არ მინახავს, რომ პანცირთან ერთად ბევრი საბრძოლო მასალის ყუთი ან მსდავსი რამ მიეტანათ. ამიტომ არ ვიცი, რამდენი დამატებითი მოხდი აქვთ იქ-ზევით. და უნდა ითქვას, რომ დრონების შეტევები ძალიან ბევრ საბრძოლო მასალას ხარჯავს, მართლა ბევრს. ანუ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ რაც აქვს დატენილი, F-წრუჩი ამოიცურება. სხვათა შორის ეს პრობლემა უკრაინელებსაც აქვთ. აი, გავაკეთოთ პარალელი უკრაინასთანაც, რადგან მთელი ეს დრო რუსეთზე ვსაუბრობდით. ბოლო თავდასხმისას, რომელიც რუსებმა დაანახორციელეს და რომელშიც თითქმის 80-ზე მეტი რაკეტა იყო გამოყენებული. უკრაინელების ჩამოგდების მაჩვენებელი წარმოუდგენლად დაბალი იყო, დაახლოებით 7 რაკეტა 79-დან ან 68-დან რაღაც მსდავსი, ან ჩამოგდების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 10%. რატო? იმიტომ რომ უმეტესობა ბალისტიკური იყო და ეს პრობლემა ძალიან დიდია. იგივე პრობლემას ჩემი აზრით რუსები ცელიან. მე ვხედავ სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ამბობენ, ნახეთ, ეხლა ისინი დრონებს უშვებენ, მაგრამ მალე ისინი ბალისტიკურ რაკეტებსაც გამოიყენებენ. და ეს ნამდვილად პრობლემა იქნება, რადგან მათი გადაჭერა პრობლემურია. შენ პრაქტიკულად იგივე პრობლემა გაქვს, რაც უკრაინელებს. არ არის შემთხვევითი, რომ ისინი ცდილობენ პატრიოტის შექმნას საკუთარ ქვეყანაში. და გულწრფელად რო თქვა, ეს ასე მარტივად შესაძლებელი სათმე არ არის. მე ვერ გეტყვი twin, მაგრამ მე მქონდა ვიდეოები პირადადაც კი პატრიოტის გაშვებებზე კიევში ერთისგან, რომელიც ახლოს იყო პოზიციასთან. და გულწრფელად რო თქვა, თითქმის ყველა გადაჭერას ვერ ახერხებდა. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა მათ ორეშნიკები და სხვა საშუალებები დაესწნენ თავს. და არის დეფიციტი, დიდი დეფიციტი საბრძოლო მასალაში. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ არ არიან მზად ცნობილი განვითარებისათვის. არა. ფლამინგო და ასე შემდეგ თითქმის არ გამოჩენილა. ისინი ფლამინგოს უკან სხვა რაღაცას ავითარებენ, როგორც უკვე 7-8 თვის წინ გითხარით, ეს უფრო არის. სარეკლამო სულა, რადგან ის მართლაც ძალიან უხეში იყო. ამასობაში ისინი ასუსტებენ, დროს იგებენ და ასუსტებენ, ხო, რუსეთის თავდაცვის სისტემას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შემდეგი ეტაპი ქვეყანაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტებია. შეიძლება უფრო დიდი მოქმედების რადიუსიც ჰქონდეთ. მაგრამ ეს ბევრ პრობლემას შექმნის, იმიტომ რომ უკვე იმ მდგომარეობაში გადაგიყვან, სადაც მოკლედ შენი თავდაცვითი სისტემები აღარ დავს, მაქსიმუმი ესა. და საბრძოლო მასალა და ჩვეულებრივ ესე თავდასხმებს ყოველთვის წინ უძღვის დრონების შეტევა, ზუსტად ისე როგორც რუსები აკეთებენ. ამიტომ თუ გვინდა ვივარაუდოთ რა იქნება ამ ბუსული ევოლუციის შემდეგი ნაბიჯები, მე ეს უკვე 2 თვის წინ გავაკეთე, ანუ ქმნის საგანგებო მდგომარეობას კორიდორში, რუსულ თავდაცვით სისტემებს ზედმეტად გადატვირთავ, იწყებ დედაქალაქზე შეტევას, რომელსაც ისინი იძულებულნი არიან დაიცვან და ამიტომაც სხვა სისტემებსაც ამატებენ. შემდეგი ნაბიჯი გარდაუვალია. თუ მართლა გინდა ზიანი მიაყენო, რადგან ბოლოს და ბოლოს თავს თქვა პირდაპირ დარტყმა ხდება. გადამამუშავებელში ჩანს ცოტა ცეცხლი და ასე შემდეგ. ეს არ არის ესეთი ზიანი, რომელიც ომს შეცვლის. პოლიტიკური გავლენა, ჩემი აზრით, რუსეთის იმიჯისთვის, როგორც შიგნით ისე გარეთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური ზიანი, რადგან დრონები მაინც ძალიან მცირე პოტენციალს ატარებენ ზიანის მიყენებაში. თუ მართლა გინდა ზიანის მიყენება, ბენაფლეკი გჭირდება, ანუ სულ სხვა რამ ბევრად მეტი, რომ ზიანი მიაყენო. და ის ბევრად მეტი ჯერ კიდევ არ არსებობს. მაგრამ რაც მე ვიცი, ის მალე მოვა. მე კი ხელებს ვწევ. იმ აზრით, მე არ ვისურვებდი ესეთ სცენარებს, რადგან ორი ქვეყანა ერთმანეთს ესეთ საშუალო მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს ესვრის. აქ ესკალაცია უკვე კარსაა მომდგარი. და ვფიქრობ, რომ ესკალაცია სწორედ ისაა, რასაც ისინი ეძებენ.
რომ ნახონ შეძლებენ თუ არა გარე აქტორების ჩართვას. ჩემი თეორია ეს, ჩემი აზრით, უკრაინელებიც ცდილობენ ომი პირდაპირ იქამდე მიიყვანონ. რა იყო სპეციალური ოპერაცია რუსეთის გულში, ნამდვილად რთულ მომენტში. ზოგადი ნაბიულინა, რომელიც ბანკს მართავს და ასე შემდეგ, ბოლო დროს ავადაა. მე ვნახოთ დაბრუნდება თუ არა, გააკეთებს თუ არა და ასე შემდეგ. რადგან ახლა დრო, როცა უნდა დავაჭიროთ, ეს არის შემდეგი ზამთარი. უკრაინელებისთვის პრობლემური იქნებოდა ენერგოსისტემაზე თავდასხმის მართვა. ამიტომ, როგორც დასაწყისში ვთქვით, რუსებს რაც შეიძლება მეტი რაკეტის ხარჯვა უნდა ვაიძულოთ, იმიტომ რომ მათ უნდა უპასუხონ, რადგან ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა მკაცრი პასუხის გასაცემად. ინდე? ეხლა შენთვის ჯობს ასე მოიქცე. რადგან მათ არ აქვს ძალიან დიდი რაკეტების წარმოება, ყოველ შემთხვევაში არა იმისთვის, რომ ორ დღეში ერთხელ 100 რაკეტამდე მიაღწიონ. თუ ეხლა დამოიყენებენ მათ პასუხისთვის, რადგან უნდა უპასუხონ, ძნელად ექნებათ საკმარისი. დიდი ზამთრის კამპანიისთვის ეს ყველაფერი ან არაფერია. გარკვეულწილად ვთქვათ ასე, ამ კუთხით რო შევხედოთ, შეიძლება აზრი კონდეს. და შენ ლაპარაკე. ერთი წუთი ფლამინგოებზე ხო ილაპარაკე, მომივიდა თავში, რომ კარგ გაიხსენებ რამდენიმე კვირის წინ იყო საკმაოდ ცნობილი ფლამინგოს შეტევა ერთ ქარხანაზე რუსეთში, ესე რომ ფლამინგოები ისევ მოდაში დაბრუნდნენ, კი, მაგრამ ეს შეტევები ძალიან იზოლირებული სამიზნეების წინააღმდეგაა. კი, რომ ამას აკეთებენ და რო ეს ოპერაცია. ბევრს ამბობს ამ რაკეტებზე. სოციალურ ქსელებში ვნახე და ამაზე თემა დავწერე კიდეც. მედიაში იტალიურ ყოველდღიურ გამოცემებშიც კი, ასე რომ ამას ნამდვილად აქვს მედიური ეფექტი. როგორც სახელის, ასევე იმ ფაქტის გამო, რომ ისინი ერთდროს ფერადები იყვნენ და იმ ფაქტის გამო, რომ ისინი ფაქტობრივად ჯილდოები. კრუიზული რაკეტები შესაძლოა უკრაინელების კიცხვად შორის ძალიან დიდი რაოდენობით იწარმოებოდეს მათი აზრით, მაგრამ გეტყვი, ნახე, იმიტომ რომ ამაზე კვლევა ჩავატარე, ავლიჟე ყველა უკრაინული ციტატა. ისინი უკვე გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში აცხადებდნენ, რომ თვეში 100-120 რაკეტას აწარმოებდნენ. მოდი დავითვალოთ. გავიდა 9 თვე და უკვე უნდა ქონდათ გაშვაშვებული 1000, 1200, 1400 ესეთი ფლამინგო. შეტევები ორ ხელზე თითებზე დაითვლება, მოკვეთილ თითებზეც კი. ბოლომდე თუ არ ვცდები ვნახე, ძალიან საინტერესო ანალიზი, სხვათა შორის, ერთ-ერთი უკრაინული საიტის, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო ამაზე. და ხედავთ, ნახეთ, არა მრავალი კრიტიკაა, მაგრამ მეც პრეზიდენტების კი ამბობდნენ, ბოდიში, თქვით 120 თვეში უკვე 80 ვიყავით გასული წლის აგვისტოში. მოდი დავთვალოთ, სად არიან, იგივეა. პრობლემა იმაშია, როცა ომი დაიწყო, ორივე თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო საუბარი, რომ დღეში 20 ერთეულს ვანადგურებთ. იქნებ ერთი თვე გაგრძელდეს, ვინ იცის. ბოლოს მაინც დაიჯერეს. შემდეგ თვეები გადის და ადამიანი იწყებს კითხვას. ზუსტად ის ანალიტიკოსი. მაგრამ მეც ავედი, როგორც მირკომაც გააკეთა. როგორც თქვენ წადით და ნახეთ, მოძებნეთ სწორედ ის შემთხვევები, რომლებიც ყოველთვის საჯაროდ არის განხილული, რა თქმა უნდა, ფლამინგოს შეტევების შესახებ. ნახეთ, რამდენი ფლამინგო მოხდა მიზანში, რადგან სხვათა შორის მათ კავი ასაფეთქებელი ტვისტი აქვთ. ჩვეულებრივ ესეთი შემთხვევების შემდეგ მაშინვე ჩნდება სატელიტური სურათები. რაღაც გამოდის, ეხლა მიახლოებით ვიტყვი იქ 10-მდეა, მაგრამ ალბათ მეტად ოპტიმისტი ვარ. დაახლოებით 12 ფლამინგო, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს, 2030, რომლებსაც ამბობენ, რომ ჩამოაგდეს და ყველა დანარჩენი ან რუსები აჩერებენ ასობით ფლამინგოს 99,999 მე-1000%. რაც ანგონია, რომ ეს აკრონის დიდი გამარჯვებაა. ან პროსტორად, უბრალოდ ვერ ახერხებენ ეკოლოგიის შექმნას. შენ რას ფიქრობ? იმის მიხედვით, რაც კარგად ინფორმირებულმა წყაროებმა მითხრეს, მაშინაც კი მითხრეს, ნახე, ეს დიდი პროპაგანდისტული ბუტადაა. ჩვენ მივხვდით, რომ ისინი ძალიან უკან იყვნენ. ანუ ბოჩეს საკითხში არსად მიდიოდნენ. საბოლოოდ ასე გამოვიდა, რომ ცოტა არეული გამოვიდა უბრალოდ რაღაცის გაკეთების ცელობისთვის. სინამდვილეში ამან მოგცა ახალი ბიძგები, ახალი იდეები და ასე შემდეგ, რომ შეგვექმნა რაღაც განსხვავებული. ეს განსხვავებული აული არის ის, რასაც ისინი აწარმოებენ, ცდიან და ასე შემდეგ. მაგრამ ამბობს უკვე დამოუშვით არის 50-200 ვირენებთ მათ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვათა შორის, იმ იარაღის ერთადერთი ძლიერი მხარე, ან თავისთავად უაზრო არ არის, ჩემი აზრით, ანუ ფლამინგო რა არის? საპირისპიროდ იმისა, რასაც ბევრი ფიქრობს, სწორედ ტრადიციულ მედიაზე, რომელსაც უფრო მეტად კითხულობთ. ეს არ არის მოწინავე გიგა ტექნოლოგიური იარაღი, ეს არის მართლაც სპარტანული რაკეტა, სულიად იმპროვიზებულად გაკეთებული.
დიდი დაახლოებით ნელი სუბსონიკური. დამზადებულია სასწავლო თვითმფრინავების ძრავებით, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ადგილას იდულობენ. ასე რომ მაინც გენიალურია, ანუ ეკონომიურია. ხო, არა, ანუ პრაქტიკულად კაპაკია, კაპაკ, ერთი ქალაქი, ხო? არა, ანუ პრაქტიკულად KH-ია, ღარიბების KH. ხურადღება, თუმცა, გაატარებთ მას როგორც რაღაცა ძნელად დასაჭერს ლეტალურს. ერთადერთი ძლიერი მხარე რაც აქვს, არის სროლის მანძილი, რომელიც კარგია თუნდაც ბოლოს. ის არასდროს მისულა იქამდე როგორც ამბობენ, თუმცა ფეთქებადი მუხტი საკმაოდ შორს წავიდა. და ყველაზე მთავარი უნდა იყოს წარმოების სიმარტივე. თუმცა, სწორედაც მე არ მგონია რომ ამ დიდ სიმარტივეს ეხლა ვხედავდით. შემდეგ იქნებ ერთ თვეში მართლა 100 გაუშვებენ წელიწადში, ან 50 თუნდაც თვეში, რაღაც ასეთი. მაშინ კარგი თუნდაც ადვილი იყოს მათი გადაჭერა. თქვენთვის ყველა იმ სამიზნესთვის, რომელსაც რუსები 1000 კილომეტრში ჩემგან, არხი საფრთხეშია, მაგრამ როცა ბევრ კარგად ინფორმირებულ ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის უკრაინაშიც, მითხეს ნახე, აი ესენი გვაქვს წარმოებული, ამაზე დიდ ხმაურს ვტეხავთ, ესე რომ როცა უშვებთ დიდ ვიდეოებს იღებენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი სულ სხვა რამეს ვაწარმოებთ, სულ სხვა რამეს. ამიტომ უკვე ვართ. როცა დამოვიდა, თქვი ნახეთ, ეს არის ისტორია, ბელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უბრალოდ კროკია. იქ გაკეთდა იმით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, კარგი იდეები მისცა, იმიტომ რომ ეხა ეს არც კი უკავშირდება რუსების უნარს ითამაშონ ესეთი ტიპის რაკეტა. მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო არჩევანი ბალისტიკური რაკეტებია, მათი დაგეთება უფრო ადვილია. უკრაინაში მაინც დიდი მემკვიდრეობაა ბალისტიკური რაკეტების წარმოების წოდნის. ამიტომ ეს აბსოლუტურად მათ შესაძლებლობებშია. სხვათა შორის, რაც მე ვნახე, ბალისტიკური რაკეტა, რომლის განვითარებასაც უკრაინა ცდილობს, მოკლედ უფრო ახლახანს. რაც მე ვფიქრობ, რაზეც ყველა საუბრობდა, ეს არის Firepoint, როგორც ისინი უწოდებენ. გონი FP7, ანუ პროტოტიპი. დღეს ეს მოდელი ცნობილია იმავე აბრევიატურით. იგივე კომპანია, რომელიც Flamingo-საც აწარმოებს. ანუ ისევ ის კომპანია, რომელიც ამ ახალ რაკეტებსაც აკეთებს. და სხვათა შორის ის დრონებიც, რომლებიც ადრე ვნახეთ, ყველაფერს აკეთებს. ეს არის თავარი საკითხი. ისინი ცდილობენ ბალისტიკური იარაღის განვითარებას, ეხლა გიგეთქვით ჩემს დასვენას, აი შეგიძლიათ ამაზე კიდე გადაამოწმოთ. რა თქმა უნდა, ეს არის პროტოტიპი, ესე რომ უფრო მარტივი არ არის, მაგრამ რაც მე ვნახე, ისინი იწყებენ აქედან. ფაქტობრივად S300-ის და S400-ის ჩამჭერი რაკეტების დიზაინი. დიამეტრი ასეთი იყო, ესენი ბალისტიკური რაკეტებია, მაგრამ არა გიგანტური ზომის და მათ ცდილობენ გადააქციონ ბალისტიკურ იარაღად, რომელიც მიწაზე დაარტყამს. კარგი, სხვათა შორის, როგორც უკვე შეამჩნიეთ, ეს ხდება ზოგიერთ ჩამჭერთანაც. სწორედ S300 ის ჩამჭერთან. ამიტომ ეს არ არის რაღაცა სულიად უცნაური იდეა, ეს უკვე ადრე მოფიქრებული იყო. რა თქმა უნდა, ისინი სურთ შექმნან ეფექტური იარაღი. არა ისეთი სარეზერვო გამოყენება, როგორიცაა S300-ის ჰაერი მიწა დანიშნულება, FP9. ამის ნაცვლად არ ვიცი და უნდა ითქვას აქ, ხო? ესე რომ ესენი არიან აქ და ასევე იცნობ მათ. ექსპერტიზა, რომელიც სახში გაქვს, ეხოდნობი რაღაც ცნობილს. ესენი, რასაც ვხედავთ, უნდა იყოს Flamingo-ები. როგორც ფოტოებზე შეიძლება ქვემოთ FP-ებიც დაადო, ნახოთ, ხო, თუ გადახო ბინგოზე. FP5 და მერე არის FP. აი აქ არის. აი ესა. უნდა იყოს ძალიან მსგავსი. თუ ნახავთ როგორც აიკითხა დიამეტრი, შეადარეთ ის S300-ის და S400-ის ინტერსეპტორების დიამეტრს. ცხადია, ეს სწორედ ისა, რაც მე დავასკვენი. მნიშვნელობა ისაა, რომ მთლიანად ასე ვთქვათ, რუსული ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემა საერთოდ არც ერთისთვის არ არის მარტივი ბალისტიკური იარაღის ჩამოგდება. ერთი მხრივ უნდა ითქვას, რომ სავარაუდოდ ისინი არ შექმნიან ბალისტიკური იარაღს, რომლის გადაჭერაც ასე რთული იქნება. ანუ მაგალითად ისკანდერებს ესე ვთქვათ, ბევრად უფრო ხანგრძლივი და ძვირადღირებული განვითარების ისტორია აქვთ. ეს თითქმის ბალისტიკური იარაღებია, ამიტომ მათ აქვთ ისეთი ტრაექტორია, რომლის გადაჭერაც ცოტა უფრო რთულია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ ასევე აქვთ სათყვარები, ასე რომ შესაძლებელია რომ თუ შეძლებენ, ანუ თუ შეძლებდნენ, ფაქტობრივად მათი წარმოებაში ჩაშვებას. ვთქვათ, მოკლედ დროში. მაგალითად, ეს შეიძლება უკვე იყოს იდეა, რომ ეს იარაღები არ არის აი სუპერ იარაღები და უმარცხებელი, რომელსაც აუცილებლად ეცდებიან გავიდონ. ნამდვილად თუ 100 გაუშვებ, 90-ს ჩამოაგდებენ, მაგრამ ის 10, რომლებიც მიზანს მიაღწევს, უკეთესია ვიდრე 10 დრონი. არა, კი, მაგრამ არა მხოლოდ ეს, უკვე 100-დან 90. არც ეს არის ასე მარტივი.
100-ის გაშვება ძალიან რთულია სხვათა შორის, ნებამომეცი გითხრა, თუნდაც მარტივები, ისინი მართლაც რთულია აი ასე. სანამ გადავიდეთ ასევე თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ასე შემდეგ, VPN და შემდეგ Nord-ი. მოდი ესეც საკმაოდ დიდი იდეაა. მინდა თუ შეიძლება უპასუხო ერთ კითხვას, რომელიც Flavion დასვა. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არის ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა ასეთი რთული? სულ ორ სიტყვაში. ავიღოთ ყველაზე მარტივი ბალისტიკური რაკეტაც კი. მაგალითად, ის რომის გაკეთებასაც უკრაინელები პირველად შეძლებენ. რადგან ეს მაინც რთული იქნებოდა. თუ ჩაოლებრივი რაკეტა, მაგალითად, Flamingo საკრუიზო რაკეტა, რომელიც უკრაინიდან მოსკოვისკენ ისვიან, უნდა გაიაროს მთელი გზა სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე. ამ გზაზე ეს რაკეტა საკმაოდ ნელია. რაკეტებს, რომლებიც დაფრინავენ, თქვათ, ატმოსფეროში, საკრუიზო რაკეტებს, ბალისტიკურთან თედარებით გაცილებით უფრო კაცრი სიჩქარის შეზღუდვები აქვთ. ამიტომ ისინი ბევრად უფრო ნელა მოძრაობენ. და რაც თავარია, თუ დაფიქრდებით, შეიძლება ჩამოაგდონ ან ჩაჭრა. შეიძლება მისი ჩაჭრის მცდელობა ამ გზის ბევრ მონაკვეთში. ანუ შეიძლება დაიჭირონ კურსკთან, შეიძლება შემდეგ ვორონეჟთან, შეიძლება მოსკოვამდე მივიდეს და მოსკოვის თავდაცვამ დაიჭიროს. ბალისტური კი თუნდაც ყველაზე მარტივი მსოფლიოში. თუ კიევიდან ან უკრაინის საზღვრებიდან გაუშვებენ, რომელსაც აქვს ისეთი მოქმედების რადიუსი, რომ მოსკოვამდე მიაღწიოს, თავარი ნაწილი, ანუ გზის უდიდესი ნაწილი, გადის ატმოსფეროს გარეთ. ან ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე პრაქტიკულად თავდაცვის სისტემების უმეტესობის მოქმედების ზონა. ისტორიისთვისაც რო ვთქვათ, სკუდები, რომლებიც სრულყოფილების მადალითი არ იყო, ერაყელების სკუდები, პირველ პატრიოტებს დიდი პრობლემები ჰქონდათ მათი ჩაჭერაში. დიახ, ამაზე თუ ინტერესი გაქვს, სწორედ ამაზე მაქვს დაწერილი. მთელი ისტორია, მათ შორის როგორ დაიმართა მოსმენა ამერიკის სენატში, იქაც დაიღუპნენ, რა იყო 40-60 ამერიკელი ჯარისკაცი, ხო? იყო ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც პირდაპირ დაარტყეს და ეს ერთ-ერთი ფაქტორია. მეორე კი ბევრად უფრო მარტივი, ასე ვთქვათ, აღსაქმელად სიჩქარე. ანუ სწორედ ასეა, ფრთოსანი რაკეტები, ანუ არაბალისტიკური რაკეტები არსებითად უპილოტო თვითმფრინავებია. აი ასე დავარქვათ მათ. მათ აქვს ძრავა, რომელიც როგორც წესი რეაქტიულია და ამიტომ სიჩქარე დაახლოებით ასეთია. ხოლო ყველაზე სწრაფები სუპერსონიკულ სიჩქარეზე მოძრაობენ. კარგი, მაგრამ ისინი უკვე უფრო ძვირია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ბალისტიკური რაკეტები კი ძალიან მარტივია, მაგალითად, როგორც გერმანული V2 რაკეტები. თუ დაფიქრდებით, ესენი არის რაკეტები, რომლებიც გაშვების შემდეგ დაახლოებით არა ვერტიკალურად, რა თქმა უნდა, არამედ ბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობენ. როდესაც ისინი ატმოსფეროს გარეთ გადიან, ან ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაღლა ადიან, შემდეგ უპირატესობა აქვთ, რომ ძალიან სწრაფად ეშვებიან, რადგან, რა თქმა უნდა, გრავიტაციაც ეხმარებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ჩაჭერა სრულად განსხვავდება სხვა იარაღებისგან. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ყველაზე მარტივი მაგალითია იმისთვის, ვინც ვერ იგებს ან ამ საკითხებში განსწავლული არ არის. წარმოიდგინეთ, მე და ედუარდო ერთმანეთს ბურთს უგდებთ და ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. და წარმოიდგინეთ, რომ იგივე ბურთი თქვენ უნდა დაიჭიროთ, მაგრამ ის ბურთს გვერდიდან მიგდებს. უნდა გქონდეს დრო, უნდა დაიწყო იმის გაგება თუ რა არის. გარდა ამისა არის აფეთქების სიჩქარეც. ანუ როცა რაკეტა ცდილობს მეორეს დაარტყას, ხდება აფეთქება. ამ აფეთქებას აქვს სიჩქარე. თუ ის რაკეტა მიდის მათ 12-ზე პარადოქსულად, ის უფრო სწრაფია, ვიდრე აფეთქების გაფართოება, ვიდრე თვითონ აფეთქება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ანტიბალისტიკური თავდაცვების ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც არ აქვს იმ სხვა თავდაცვებს, რაც ადრე ვნახეთ, რომლებიც უფრო მეტად განკუთვნილია თვითმფრინავებისთვის, ვერტფრენენებისთვის, დრონებისთვის, დღესაც კი, ანუ ის თავდაცვები მუშაობს, როგორც მირკომ თქვა, ეხლა საწინააღმდეგო რაკეტა, ანუ ინტერსეპტორი, ცდილობს მიუახლოვდეს იმ რაკეტას, რომელსაც უნდა დაარტყას სწორდროს აფეთქდეს და ნამსხვრევებით დაფაროს. და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ის რაკეტა ან ჩამოვარდება, ან აფეთქდება, მოკლედ. თავარია ცოტათი მაინც დააზიანო. სინამდვილეში დიდი რაკეტები სწორედ ესეთი ნამსხვრევებით მოქმედებენ. ფაქტობრივად ისინი სპეციალურად ასეა შექმნილი, რაც სხვათა შორის მათ სხვა დანიშნულებით არაეფექტურს ხდის, მაგრამ სწორედ ამ შემთხვევებშია გამოსადეგი. ეხლა ხვდებით, რომ ეს შესაძლებელია მაგალითად თვითმფრინავის შემთხვევაში. მაგრამ თუნდა მოარტყა რაღაცას, რაც ვერტიკალურად კი არა, მაგრამ თითქმის ვერტიკალურად ეცემა და ჩამოდის, მახ 5-ზე, მახ 6-ზე, მახ 12-ზე, თუ გინდა შეეჯიბრო ინტერკონტინენტურ სიჩქარეში, კიდევ უფრო რთულია. ხვდებით, რომ პრაქტიკულად დრო საერთოდ არ გაქვს. იმისთვის, რომ სწორად დაათვალო აფეთქების დრო, ისე რომ ნამსხვრევები მოხდეს საბრძოლო ქობიც. ასე რომ დასასრულს ეს არის მახასიათებელი ბევრი იარაღისთვის, რომლებიც სპეციალურად ანტიბალისტიკური იარაღებია, მაგალითად პატრიოტები, რომლებიც დღეს არსებობს. იქ ინტერსეპტორს აღარ აქვს ასაფეთქებელი ნივთიერება, როგორც თავარი მექანიზმი
ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად. მაგრამ ისინი ცდილობენ პირდაპირ შეეჯახონ მას. ანუ ცდილობენ გაარკვიონ სად ეცემა. და მიდიან მისკენ, საპირისპირო სიჩქარე ძირითადად მაღლა ადიან, მაშინ როცა ბალისტიკური ქვემოთ მოდის და ანადგურებენ მას შეჯახების კინეტიკური ენერგიით, რომელიც ძალიან მაღალია. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მიდიან, მაგრამ იმიტომ რომ მიდიხარ მის ასაღებად, თქვათ მის ბალისტიკური ტრაექტორიის მაქსიმალურ მრუდზე, რაც ყველაზე ნელი მომენტია, სანამ დააჩქარებს. ისრაელის სისტემებსაც კი შეუძლიათ ეგზოტიკური ჩაჭრა განახორციელონ. მაგრამ მაინც დიახ. არა, ბოდიში რომ შეგაწყვეტინე, მაგრამ არა, იმიტომ რომ რეალურად პატრიოტი უფრო მხოლოდ თქვათ დაცემის ნაწილზე მუშაობს, მაშინ როცა ის რაც ეხლა ხან დაასახელე, კიდევ უფრო უკეთესი სისტემა. თქვათ ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭერად, ანუ ჩაჭრა ხდება ატმოსფეროს გარეთ. რაც ყველა შემთხვევაში არ მუშაობს, რადგან ზოგი ბალისტიკური, რომლებიც უფრო ახლოს მიფრინავენ, საერთოდ არ ტოვებენ ატმოსფეროს. ამიტომ მაგალითად სკანდერების წინააღმდეგ. მე ჩავატარე ლაივები ლანძარასთან ერთად, სადაც ხსნით ამ ყველაფერს, გრაფიკებით, ვიდეოებით და ასე შემდეგ, ასე რომ ნახეთ ის ლაივები. იმიტომ რომ ეს მარტივად ასახსნელი საკითხები არ არის. თუ ანიმაცია ან რამე მსგავსი არ არის, აი ხა სწრაფად ერთი ვიპოვე, დაახლოებით 100-ია. აზრი ეს არის, მაგრამ უფრო რთული რაღაცებიც არსებობს. არის ასევე პლანირებადი აპარატები, სადაც პრაქტიკულად როცა თითქმის დედამიწის ატმოსფეროდან გამოდის, თითქმის ტივტივებს რომ გამოიყენოს ეს და იქ უნდა გააკეთო ეგზოატმოსფერული ჩაჭრები, რასაც ახერხებენ ისრაელის სისტემები. და ისიც არა ყოველთვის. ხო, არა, ეგ მაგრამ თქვათ რომ ზოგადად მართლა არის ორმაგი გაშვება, რამდენიმე რაკეტას უშვებენ იმისთვის, რომ ეს ჩამოაგდონ რედუნდანტულობის მიზნით, არ უნდა ჩათვალო, რომ პირველი აუცილებლად მიზანს მოხვდება. ეს მარტივი არ არის. დიახ, შეიძლება იმსახურებდეს ცალკე ლაივს სინამდვილეში. ფიქრობ რომ ისინი არხზე უკვე არიან. მრავალია, ყველაფერი აიხსნება. მე თქ ერთხელ ვისაუბრე ამაზე, თუ უკან გადახოთ ნახავთ ჩემს ლაივს აქ მირკოსთან ერთად, რომელიც ჩავატარე, ანტისარაკეტო თავდაცვაზე, თუმცა მთლიანად ამ თემას არ ეხებოდა, მაგრამ დიცილად კი, რადგან საუბარი იყო პატრიოტზე როგორც უკრაინის ომებში, ასევე უკრაინის ომშიც. ასე რომ თუ დაგაინტერესეთ, ადვილად იპოვით მას პარაბელუმის ახსზე. რო უპასუხო კითხვას, რომელიც შეიძლება დაუნეპაროს, რუსეთსა და ევროპის პირდაპირ ომი ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდო სცენარია. აბსოლუტურად კი, ეს არის მთავარი ბარიერი. ანუ რუსები თუნდაც უნდოდეთ არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ დაარტყან უკრაინის ზოგიერთ ევროპელ მომწოდებელს. რადგან ეს გახსნის ბევრად უფრო საშიშ სცენარს, ვიდრე ის სარგებელი, რასაც ამ საწარმოო ცენტრების გართმით მიიღებდნენ. ამიტომ ალბათ უკრაინის იდეა არ არის რუსეთის დამხობა ან მსგავსი რამ, დიდი საბოლოო გამარჯვება, უფრო მეტად ეს არის რუარი პორტალი. ისეთ მდგომარეობაში, როცა ხედავ არც შენ და არც მე ვერ გამოვალთ ამ ამბიდან, რადგან შენ ვერ დაარტყამ ევროპას, მე შემიძლია დაგარტყა შენ და შენ დამარტყამ მე. მოდით შევთანხმდეთ კი, ეს შეიძლება იყოს, ეს არის გამოსვლის სტრატეგია, მაგრამ იცი სანამ რუსები ამ დონეზე მიღებას მიაღწევენ, თქვათ ამ საკითხის, პირველი არავის უთქვამს, რომ ამას გააკეთებენ, ეს მძიმე რამეა გადასახარშად, მეორე ძალიან დიდი ალბათობით მანამდე. გაგცემ პასუხს 1000-ჯერ, სულ უფრო ძლიერად დავარტყამ, მაგრამ მე ამას ვამბობ, რომ ასპინაზე დაბომბვა დასურდა, მათხოვინებენ აი ესე. მე ვფიქრობ, რომ ფაქტორი განსაკუთრებით შიდა მორალის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელები უკვე 4 წელია რაც დაბომბებს იტანენ, ასე რომ ცოტა შეეჩვენენ იმაზრით, რომ იმაზე უარესი რაც უკვე მოხდა, აღარაფერი იქნება. რუსებისთვის რთულია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა იწყებენ გამოცდილების მიღებას, რას ნიშნავს ომი უკრაინაში, რომელიც ომად იქცევა რუსეთში. და ჩვენ ძალიან ცოტაზე ვსაუბრობთ. ეს არის რამდენიმე დრონი, რამდენიმე აფეთქება, ცოტა საწვავის პრობლემა ყირიმში და მსგავსი რაღაცები. ეს ჯერ კიდევ თითქმის არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინაში მოხდა. წარმოიდგინეთ, თუ ეს ყველაფერი გაიზრდება. ეს შეიძლება ორივე გზით იმუშაოს, შეიძლება იმუშაოს როგორც პოლიტიკურ დისკურსში, სადაც ხალხი ამბობს, სათმარისია უკვე 5 წელია და შეიძლება მხოლოდ გაუარესდეს. ან შეიძლება კონდეს ეგრეთ წოდებული დროშის გარშემო გაერთიანების ეფექტიც. შეიძლება იყოს უკრაინული დრონის შეცდომა, რომელიც მართლაც დაარტყამს სკოლას, ან რამეს, ან მონუმენტს, ან ისეთ რამეს, სადაც პარადოქსულად არსებობს უკუპროდუქტიული ეფექტი, იგივე უკუპროდუქტიული ეფექტი, რაც რუსებს აქვთ, როცა ეკლესიას ან სამოქალაქო ობიექტს ურტყამენ. ან გოგონებს უკრაინაში. ეს იწვევს ეგრეთ წოდებულ რალი დროშის გარშემო ეფექტს, პარადოქსულად. შიშის ეფექტზე მეტად. ხალხი ძალიან სწრაფად სძლევს შიშს ბრაზის წყალობით.
თუ შენ მაშინებ, იმიტომ რომ ენერგოსისტემებს ანგრევ, კი, მე მეშინია და სიცივეში ვჩები. თუ ზუსტად შუაში სავაჭრო ცენტრს, ეკლესიას ამ მსგავს რამეს განათავსებ, შიშს იწვევს, გზნობ ბრაზს და ბრაზი შიშს აკრობს. და ეს ფაქტორებია, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, ანუ პირველ რიგში საკმარისია ამავე კონფლიქტს შევხედოთ. ჩვენ თქვით, რომ უკრაინა, მისი ნაწილი, წლების განმავლობაში მძიმედ დაზარალდა. ეს ნამდვილად არ იმუშავა ამ კუთხით რუსებისთვის, ანუ არ ყოფილა. ეს მაინც კარგი რამა. მოსახლეობა, რომელიც აჯანყდება და აიძულებს მთავრობას დაანებდეს, ეს ცოტა უტოპია. თანამედროვე ისტორიაში ეძებენ ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ირჩევენ სტრატეგიული, განსაკუთრებული დაბომბვის გზას, რომლის განვითარებაც დღეს სარაკეტო თავდასხმებია. არ არის რომ ეს ძალიან ეფექტური ყოფილიყო. თუ გინდათ ჩემ მოსაზრება თანამედროვე ისტორიაში. შეაფიქრობენ რომ ესე დანებებას მიაღწევენ, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება როგორც მირკომ დაახასიათა. სტრატეგიული დაბომბვები ღევდის წინააღმდეგ დღეს და შიმადალითად ან მალურის ცეცხლოვან დაბომბვები რაც შეეხება ელს ბრიტანული ფართობული დაბომბვა განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, დიახ, არა, ანუ მათ ნელ-ნელა დაასუსტეს ინდუსტრიული სისტემა, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლა ბერლინის კარიბჭესთან დაიმართა და მალე საჭირო იქნებოდა იაპონიაში შეჭრა. თუ გსურს თქვათ, საწყისი მიზანი, რომელიც იყო, თქვათ, მაგრამ პირდაპირ გამოცხადებული, იყო მორალის დარტყმა, ამ შემთხვევაში გერმანული მოსახლეობისა. ანუ იმის მიღწევა, რომ მოსახლეობა თქვას, საკმარისია, აღარ ვიბრძვით, მოვკლათ ჰიტლერი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იყო წარმატებული და ფასად დაუჯდა უამრავი სიცოცხლე, რა თქმა უნდა. პარადოქსულად, როცა იგივე იარაღებს იხენებდნენ ომის ბოლოს რაფინერიებზე დასართმელად, შემდეგ ქარხნებზე, ამას უფრო დიდ ხანსაც აკეთებდნენ, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში შედეგები უკვე უფრო ხელშესახები იყო. მაგრამ აი, ალბათ იქაც კი ისინი ნამდვილად გადამწყვეტი არ იყვნენ, თუ ჩემგან იკითხავდით აი ესე. უნდა ითქვას, რომ თუ დღევანდელობაზე დავბრუნდებით, რას შეიძლება მიაღწიონ უკრაინელებმა ამ კამპანიით რუსეთის წინააღმდეგ. მაშ ერთი მხრივ ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, უკუ ეფექტის მომტანი შედეგი, ანუ ადრე თუ გვიან, სამწუხაროდ, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ძალიან შესაძლებელია რომ მოხდეს, მშვიდობიანი მოსახლეობის სხვეპლი, ხოცვა, ჟლეტა, რაკეტები, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსებზე ჩამოვარდება. უკვე დღესაც გვაქვს მშვიდობიანი მოსახლეობის სხვეპლი, ხოცვა, ჟლეტა, რაკეტები, რომლებიც სასხოვრებელ კორპუსებზე ჩამოვარდება. უკვე დღეს ვნახეთ, ბოდიში გუშინ ზოგიერთი იმ დრონი ჩამოვარდა. საუბარია ბომბაზე, ამას ვამბობ კუთვნილობისთვის არ მინდა ორმაგი სტანდარტები ვნახო. იმ აზრით, რომ თუ რუსული რაკეტა, რომელიც ცდილობს უკრაინული დრონის ჩამოგდებას, რუსულ სკოლაზე ჩამოვარდება, ბრალი უკრაინელებისა. ისევე როგორც რუსების ბრალია თუ პატრიოტის რაკეტა, რომელიც ცდილობს რუსული რაკეტის ჩამოგდებას, სხვაგან მოხდება. ასე რომ ამ ხილ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს. დიახ, იყო ესეთი შემთხვევა, მახსოვს 2023 წელს მგონი, უკრაინამ მიიტანა იერიში, კირინგში, სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ობიექტზე, ატაკამსით, რომელსაც იმ შემთხვევაში კლასტერული ქობინი ჰქონდა. რუსებმა ჩამოაგდეს ის ატაკამსი და ქობინი გაიხსნა, ნაწილობრივ დაეცა პლაჟზე, რომელიც სავსე იყო დამსვენებლებით. ამას მოჰყვა ბევრი დაჭრილი და რამდენიმე დაღუპული და განსაკუთრებით გავრცელდა მართლაც შემზარავი ვიდეოები. კარგად დასრულდა, რადგან იყო და მე მახსოვს, რომ ბევრი ამბობენ, რომ მათვე გადაიჭირეს, მათი ბრალია. არა, ანუ არა იმ მნიშვნელობით. პირველ რიგში ეს არ არის ისე, რომ ვინმეს შეუძლია აირჩიოს, კარგი გავუშვათ, მიუცეთ რაკეტებს გავლა. თითქოს ასე შეიძლება მერე, თითქოს მეტი ზიანი არ მოქონდეთ მერე რო თქვა. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინას, ბევრად უფრო ხშირად. ცხადია რომ არსებობს პასუხისმგებლობა ერთი მხრიდან, რომელიც პირველადი არის, ან ვინც თავს ესხმის, იცის სად გადის მისი რაკეტები, იცის რა არის ქვემოთ და იცის რომ ერთადერთი ვალდებულია სცადოს მათი ჩამოგდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვინც იცავს, ანუ მას უფლება აქვს იმოქმედოს უგუნურად. იმ აზრით რომ მტერი ვალდებულია. ცხადია, თუ ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი, ცდილობენ თავიდან აიცილონ. მაგალითად, თავდასხმა, დრონების ჩამოგდება საცხოვრებელი სახლების წინ, მისი მხრიდან. არის თუ არა რაიმე უფრო ნაკლებად დასახლებული ადგილი, თუ შეიძლება, თუ იქ არ არის კრიტიკული ობიექტი დასაცავად. მაგრამ ეს არ ამართლებს მეორე მხარეს, ჩემი აზრით. არის ისიც სათქმელი, რომ პოზიციები, სადაც ისინი ქალაქში იკავებენ ადგილებს, თითქმის ეძებენ ესეთ რამეს, რადგან თუ იგი სამოქალაქო შენობაზეა განთავსებული, თეორიულად ისინი არიან მსხვერპლი იმ პანცირზე თავდასხმის. დიახ. ამ კუთხითაც არის ომის კამიერების ხალხსაზრისით. ალბათ კი, მაგრამ დაითვალოს, რომ პირველ რიგში სულ მცირე დღემდე სანამ Starlink სრულად ან ნაწილობრივ არ დაკანონდება. ნაცი. უკრაინელებისთვის თითქმის შეუძლებელია ზუსტი დარტყმების განხორციელება.
ანუ დარტყმა იქ, სადაც დრონები გადიან. სულ მცირე, აი ასე. შეიძლება სცადონ დარტყმა, თუ ისინი ნამდვილად სტატიკურები არიან. უამრავი საბუთარი. ძნელია რომ მათ შეძლონ პირდაპირ პანცირების დარტყმა შენობებზე, როგორც ამას ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებენ, სადაც პანცირებს ხშირად ხედავთ განადგურებულს. მეორეს მხრივ ეს კი ნამდვილად სამხედრო სამიზნედ აქცევდა მას. შეიძლება შენობის ის ნაწილი, სახურავი, სადაც პადაც პანცირია. თუმცა ოლც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც მოქმედებს პრინციპი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. არ ვიცი, რამდენად დასაცავია, მაგალითად, შეტევა იმ შენობის სახურავზე, სადაც პანცირია. თუმცა ყოველთვის უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც მოქმედებს პროპორციულობის პრინციპი, ანუ არ ვიცი, რამდენად დასაცავია შეტევა, მაგალითად, ქვემოთ. ცხადია, პასუხისმგებლობა პირველია, შეტევა არის და შეიძლება ის გააკეთო 1 იარაღით, 3-4 ბალისტიკური იარაღით, რომ დარწმუნდე ტერი იჯულებული. და ჩამოაგდებ ნახევარ შენობას, მაგრამ შეიძლება 1 რაკეტა გაიპაროს. ეს არის თამაში, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ხშირად თამაშობენ, არა? არის 5 კილო. და 1 K-57. საავადმყოფოშია, ჩავაგდოთ ერთი რაღაც საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ არაფერი მოხდება, როგორც ხშირად ხდება ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაითვალისწინო. ანუ მე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. წინასწარ ვამბობ ჩვენ ედუარდო, თქვა პირდაპირ ვამბობთ ამას. თუ ეს მოხდება, ზუსტად იგივე ამერიკულ სტანდარტს დავიცავთ. მოდი, კარგი. მაგრამ მე ხშირად სწორედ იმაში მადანაშაულებენ, რომ შეიძლება ძალიან ერთნაირი სტანდარტით ვექცევ იმათ. რა თქმა უნდა, მე გავაგრძელებ მათთან იგივე სტანდარტით მოქცევას. აი ეს. და სხვათა შორის, როცა ბალისტიკურ საფრთხეებზე საუბრობთ, ჩემ ბოლო კომენტარი იქნებოდა ის, რომ განსხვავება სწორედ იმაშია, რაც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, და რაც შენ დაასახელე, ანუ საბრძოლო ქობინის შესახებ. ანუ დრონები დღეს, მაშინაც კი როცა გადიან, რომ ნამდვილი ზიანი მიაკენონ მნიშვნელოვან რკინა-ბეტონის ნაგებობებს, არ არის შემთხვევითი, რომ ყოველთვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს ესხმიან თავს. რადგან ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები кошмарია დასაცავად. უზარმაზარი ფართობია, ძალიან ადვილია ნებისმიერი მილსადენის დაზიანება, ეს ნამდვილი სამიზნეა, ყველაფერი ჯაჭვურადაა დაკავშირებული. მე ასე ვფიქრობ კლიენტად. საკმარისი ერთი ნაწილი დაიცვას და ცეცხლის სწრაფად გავრცელდება დანარჩენზეც, ასე რომ ძალიან ადვილია მათი დაცვა. ზუსტად ასეა. ბადეები არ მუშაობს, ნუ მოვიტყვევ თავს, ისინი არაფერს აკეთებენ. როგორ უნდა დაფარო ისინი ბადეებით, სადეს? სხვა საკითხია სცადო. დარტყმა სხვადასხვა საზღობების გარშემო და ამ შემდეგ არ მუშაობს. დიახ, ქსელები სხვათა შორის ჩანს იმ თავდასხმებშიც, როგორიც იყო 2 დღის წინ ნავთობ გადამამუშავებელზე. ერთ შემთხვევაში კარგი, ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, სადაც ჩანს დრონი, ეს წყაროებშია. შეგიძლიათ ვიდეოებში ნახოთ, მოკლედ, თავდასხმებისას. დრონი, რომელიც ეჯახება ქსელს და ახერხებს ქსელის აფეთქებას. მაგრამ შემდეგ დრონის გახურებული ნაწილები მაინც ვარდება ქვემოთ და აფეთქებს იმას, რაც ქვემოთ. ამიტომ ეს დიდი მიღწევა არ არის ზუსტად. ხედავთ, დრონი ფეთქდება, პირველი ალბათ ვერც ახერხებს მის აფეთქებას. ეს მეორე ფეთქდება, მაგრამ ნაწილები, რომლებიც ვარდება, როგორც ხედავთ, მაინც აინთებს ქვემოთ მდებარე ტერიტორიას. ამიტომ ეს დიდი წარმატება არ არის აი ასე. და მიუხედავად ამისა, და ამ თემაზე დავასრულებ, იგივე იარაღები, იგივე დრონები ძალიან იშვიათად ახერხებენ წარმატებულ თავდასხმებს საწარმოებს. იმიტომ რომ საწარმოები ხშირად ესე ვთქვათ, რკინა-ბეტონის შენობებია. ძალიან დიდი ზომისა, რთულია სერიოზულად დააზიანო, ასე ვთქვათ, ცეცხლი წაუკიდო და ასევე რთულია ისე დაარტყა, რომ რამდენიმე დარტყმით წარმოება შეწყდეს. აი ეს. ხოლო თუ ეს რაკეტები ან ბალისტიკური იარაღი იქნებოდა მაგალითად, საქმე ცოტა სხვანაირად იქნებოდა. აი ეს კარგად ჩანს, მე შევანელე 0.25-ზე, ხო ასეა? ჩანს რომ ის არ ეჯახება სწრახება სტრუქტურას, არამედ ბადეზე ფეთქდება. მაგრამ მაინც ანთებული ნაწილები, მით უმეტეს რომ შეგიძლიათ ამოიყენოთ ჰერმიტიც მაგალითად, რომელიც ანთებულია. ეს შეიძლება იყოს კარგი მეთოდი, რომ გააგრძელო, თქვათ, ლაპილის შექმნა და ასე შემდეგ. და დანარჩენი ფართოვდება. ასე რომ ბადეებს არ აქვთ, მე ბადე ასევე უნდა ვნახოთ როგორ არის გაკეთებული დრონი. არის ისეთი ბადეები, რომლებიც ზემოქმედებით მუშაობენ, არის ისეთებიც, რომლებსაც დაყოვნებული აფეთქება აქვთ, ასე რომ დრონის სიჩქარემ და წონამაც კი შეიძლება ბადე გააჭრას ან თან წაიღოს და მერე აფეთქდეს. ეს მეთოდი ცოტა მოუხეშავია, ესე ვთქვათ, მე არ დავეხნობოდი, მოკლედ ამ თავდაცვით სისტემაზე არ დავეხნობოდი. ეს ჩვენ ლოგისტიკურ გვირაბებშიც ვნახეთ ბახმუტის ავდიუკის დროიდან და ასე შემდეგ. საბოლოოდ მათ გააკეთეს დრონები, ისინი თერმიტით და ასე შემდეგ, დრაკარი, ეს ერთგვარი ნაპალმია და ამიტომ ბადეები პირდაპირ იწვოდა. დიდი წარმატება არ ქონიათ, იყო მცირე პერიოდი, როცა
ორივე ბოლო ფაქტორი, სანამ live-ს დავასრულებთ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე თქვი ჩემსაში, მაგრამ ჩემი აზრით დამეორება საჭიროა. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებულად რთული გასამეორებელი არ არის. დიდი საფრთხე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რასაც უკრაინელები აკეთებენ რუსულ ლოგისტიკაზე ზაპოროჟიეს კორიდორში 3-დან 6 თვემდე პერიოდში მაქსიმუმ. ეს არის რაღაც, რაც რუსებსაც შეუძლია გაემეორო თავისუფლად. და ნაწილობრივ უკვე აკეთებენ კიდეც. ანუ ეხლაც კი გზა კრამატისკენ რუსო-სლოვაკია თავდასხმის ქვეშაა. ვთქვათ, რომ რუსებს დიდი დეფიციტი ჰქონდათ დრონებში, დიდებში, დიდ კვადრიკოპტერებში, რომლებიც მხოლოდ შეტევისთვის არ არის საჭირო, არამედ ასევე იმისთვის, რომ დააყენონ მიმღებები, რომლებიც ზრდიან სხვების მოქმედების რადიუსს. ისინი ამ დეფიციტს ავსებენ, მაგრამ თავადაც, ამას მე არ ვამბობ, თავად სამხედროები და ბლოგერები და ასევე უბრალოდ შეხედეთ რუსულ ტელევიზიაში კონდათ სხვადასხვა კომენტატორები. რუსები ამბობენ, რომ სინამდვილეში უკრაინელებმა ამ კონკრეტულ პერიოდში ფრონტზე როგორც რაოდენობით, ისე მოცულობითაც დაგვასწრეს. თავად რუსები აფასებენ, რომ ყოველ რუს ჯარისკაცს, რომელიც მოძრაობს, მინიმუმ 10-12 დრონია. და რომ ეს ყველაფერი საკმაოდ გამეორებადი ეს არ არის რაღაც წარმოუდგენელი ტექნოლოგია და ასე შემდეგ. ამიტომ ვკითხულობ, რა შეიძლება იყოს ეფექტი. შემდეგ რა თქმა უნდა, ამ ომში ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ მეორე მხარე გეწევა, შენ რაღაცას იგონებ, რაღაც სხვას აკეთებ და ასე აბრძელე. მაგრამ არ უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის ფაქტორი, რომ დროის ჩარჩოები, თქვათ, რამდენი უპირატესობა გაქვს, ეს ცოტა რძის პროდუქტებივითაა აქვთ ვადა. ის უპირატესობა რაც შეიქმენი. კაბი, სანამ კითხვაზე უპასუხებ, სინამდვილეში ერთი რამ შევნიშნე, მირკო, რომ ამ დღეებში იმ ლოგისტიკურ კორიდორზე, რომელსაც უკრაინელები უტევენ, ბევრი ესეთი, თქვათ, ჯგუფი ჩნდება. Mad Max-ის სტილის მოძრავი მანქანები, ეხლა უკვე აღჭურვილი ანტისახაერო ქვემეხებით, ტყვიამფრქვევებით, რომლებიც, როგორც ჩანს, რაღაცას მაინც აკეთებენ. ანუ კითხულობდი უკრაინულ არხებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე ცოტა უფრო რთულია. ეხლა ისინი აწყობენ კონვოებს, რომლებსაც აცილებენ მართლა როგორც Mad Max-ში, რადგან ესენი საწვავის მანქანებიც არის. თუ დაფიქდებით, რეალობა მართლაც დაეცია გამონაკონს. მე კი ვნახე უკრაინელები, რომლებიც თოფით უშვებენ დრონს, პატარა რამპაზე აყენებენ, ისვრიან და დრონი თვითონვე მიდის მეორე დრონის დასაჭერად, დრონები დრონებზე, საბოლოოდ პირველი გადაწყვეტა ყველაზე კარგია. და როგორც ადრე ვამბობდით, არა უბრალოდ სიზუსტისთვის, იმიტომ რომ მინდა ვთქვა, არა შენ ცენზურავ რაღაცებს, არა რაღაცებს. საუბრობთ შესაძლო ზიანზე და ეფექტებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს და უკვე გამოიწვია ორივე მხრიდან, რადგან ამ თავდასხმის დროს ერთ-ერთი დრონი შენობას დაეჯახა. დიახ, ეს არის დიახ. აქ ერთ-ერთი შემთხვევა, დიახ. თუ არ ვცდები, სულ მცირე 2 ან 3 ესეთი შემთხვევა. მაგრამ სხვათა შორის სინამდვილეში უნდა ვიყო გულწრფელი, მინიმუმ 2 შემთხვევა, რაც ვნახე, როგორც ჩანს, შეცდომის გამო მოხდა. ხედავთ, რომ ძალიან მაღლა ხდება შენობას. და ის, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ, იმდენად დაბლა და შენობების სილუეტს მიყვებოდა, რომ სწორედ აქ მოხდა. სხვა შემთხვევაში მათ დაარქვეს ამ წეს სამშენებლო ობიექტზე, ახლა შეგვიძლია ვიფიქროთ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებიც რა თქმა უნდა მუდმივად ითვლება. ამიტომ რთულია. მართალია ის ვიდეო ნახე, მაგრამ ყველა ამბობდა, არა, იქ არც კი იძuris. მტკიცედ დგას. ამაზე გულწრფელად რო თქვა, არ დამომიძიებია. ნახე რომ ბევრი აპროტესტებდა და ამბობდა, ნახეთ, ცოტა უცნაურია, რადგან არის შეჯახება და მაინც არც 1 მილიმეტრითაც არ იძuris. ესე რომ არ ვიცი მართალია თუ არა. მოკლედ, შეიძლება აზრიც კონდეს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა, როგორც ვთქვით, ყოველთვის იმაზეა, ვინც ისვრის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ომში სპეციალურად ხდება, ამ შემთხვევაში ვითხოვდი, რომ ასე არ არის. და რო უპასუხო კითხვას, როგორ ხდება ეს, სანამ წაიკითხავ, რადგან არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ პოდკასტში გვისმენს. მაშ როგორ ხდება პანცირის დაფარვა? ანუ იგულისხმება ანტისარაკეტო, ანტიდრონული სისტემა. მაშ რატომ არ იჭერს მათ? დამთავრებული საბრძოლო მასალა, გადატვირთვა. თუ კი თავად ჩამჭერის სისტემის არასანდოობა. მაშ გეტყოდი რომ დღეს პანცირების გასანადგურებლად საუკეთესო გზა ისა, რასაც უკრაინელები იყენებენ კორიდორში. ანუ გამოიყენო პატარა და მანევრირებადი დრონები, რომლებიც რეალურ დროში იმართება, ხშირად Starlink-ის მეშვეობით. რას ნიშნავს ეს? ეს არის დრონები, რომლებიც ძალიან დაბლა დაფრინავენ და ძალიან ნელა მოძრაობენ, პანცირის თვალსაზრისით კი ძალიან არასტაბილურად. ასე რომ ტექნიკურად პანცირს შეუძლია ისინი ჩამოაგდოს და ხშირადაც აგდებს, არ შეიძლება ითქვას რომ ვერ აგდებს. პრობლემა ისაა, რომ ისინი იმდენად დაბლა დაფრინავენ, რომ ხშირად იმალებიან ხეებისა და შენობების უკან.
გორაკების უკან, ან უბრალოდ ჰორიზონტის ქვემოთ. რამდენიმე ათეული კილომეტრის შემდეგ. იმიტომ რომ პანცირი თუ იმ კოშკებზე არ დგას, პანცირი არც ისე მაღალია. ამიტომაც აქვს რადიო ჰორიზონტის პრობლემა. ამიტომაც ხედავს მათ ბოლო მომენტში ფაქტობრივად. არა მხოლოდ ეს, როცა ისინი ახლოვდებიან, ის რასაც ხედავთ, სხვათა შორის ეს დიდი მითია, რომელიც ახლა სპეციალურად ჩავთე, რადგან იდეალურია, შესანიშნავი რეჟისურა, რასაც ხედავთ არის პანცირის მოქმედების ზონის ვიზუალიზაცია. სხვათა შორის ეს რუსულ სახელმძღვანელოში ვიპოვე, თუმცა თუ იარაღის ექსპორტთან არ იყო კავშირი, ფაქტობრივად ეს საკმაოდ სანდო წყაროა. იმ დროს, როგორც ხედავთ, ტიპურ სამიზნედ ითვლებოდა, როცა პანცირი გამოვიდა, გამანადგურებელი. F-16, თუმცა ეს უკვე გაძლევ გარკვეულ წარმოდგენას. და შემდეგ დაბრუნდები კითხვაზე, მაგრამ ეს მაინც გეხმარებათ გააცნობიეროთ. არ ვიცი ეს F-16-ია თუ Hornet-ი. მე ვფიქრობ, რომ ეს F-16-ია, არა, კი აქ წერია, არის კიდევ ერთი. თუ გამანადგურებელი არ გამოუცვლიათ ზემოთ და ქვემოთ, ეს F-16 არის. ამ შემთხვევაში ხედავთ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც პანცირებს ადვილად გასანადგურებელს ხდის, არის სროლის მანძილი. პანცირი მოკლე რადიუსის სისტემაა ესე. თუ ამ გრაფიკზე პანცირი 0-ზეა, შუაში, ზემოდან ხედავთ, ამ შემთხვევაში პანცირი თეორიულად განთავსებულია სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც მოდიან ამ შემთხვევაში მარჯვნიდან, მიფრინავენ მარჯვნიდან მარცხნივ, საკმაოდ ნელი სიჩქარით, თუ აიგათ ღია მწვანეს, ისინი ცდილობენ ჩამოაგდონ ამ მანძილზე. ეს არის კილომეტრებში, ასე რომ ხედავთ. ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი დისტანციები. ეს არის 18 კილომეტრი, 20 კილომეტრი, 12 კილომეტრი, ესე რომ. ეს უკვე პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ პანცირს არ აქვს ამდენი დრო. თუ ის ხაზიდან 20 კილომეტრშია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ყველა დრონის მოქმედების არეშია, რომლებიც საში დაფრინავენ. გარდა ამისა, დრონის მიახლოება კუთხის მიხედვით ანცირებს შესაძლებლობებს. დიახ, რადარები ხომ არა 360 გრადუსიანი ყოველთვის ერთნაირი. ეს დამოკიდებულია იმიტომ, რომ თუ სწორედ F-16 შევა იმ კონუსში, იმ რადიუსში, ძალიან დიდი ალბათობით პანცირი გაიმარჯვებს. კარგი, ესაა მისი მთავარი დანიშნულება. F-16 როგორც კი შევა, ის უკვე აღმოჩენილია რადარის მიერ ცოტა ადრე, როგორც კი შევა იმ სიშორეზე, პანცირის რაკეტა უკვე მზაბზადაა, ის უშვებს და აქვს ძალიან კარგი შანსი ჩამოაგდოს. და თითქმის გარანტირებულად ორ რაკეტით. თუ F-16-მა არ დაითო თავის მხრივ დაქვეითება, გაქცევა, დაბლა და ასე შემდეგ, მაგრამ დაუბრუნდეთ ეს. როგორ გაანადგურებს პანცირს? თუ ამის ნაცვლად პატარა დრონს გამოვიყენეთ, რომელსაც მართავთ, FPV პრაქტიკულად ძალიან დიდი მანძილისთვის, როგორც FPV-ისთვის, მაგრამ მაინც დრონია, რომელსაც ჯოისტიკით მართავთ. შეგიძლია მივახლოდე პანცირს, დაიმალო ხეების უკან, იფრინო რაც შეიძლება დაბლა და განსაკუთრებით ნელა და არაპირდაპირ პანცირისკენ. რატო ცulis ეს რამეს? იმიტომ რომ რადარები, რომელსაც პანცირი იყენებს, ისევე როგორც ბევრი სხვა სისტემა, პატარა მუქარების, მაგალითად დრონების და რაკეტების წინააღმდეგ, მათი პოვნის მთავარი გზა არის სიჩქარის სხვაობა. ანუ თუ ისინი მოდიან შენსკენ გარკვეული სიჩქარით, ან შორდებიან გარკვეული სიჩქარით, რატო? რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ადვილად აირევიან ფონთან, ხეებთან, შენობებთან და ასე შემდეგ. ამიტომ დაბალ სიმაღლეზე მყოფი სამიზნეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით დრონების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს სამიზნეები ადვილად შესამჩნევი და დასარტყმელი იყოს. უნდა მოუახლოვდნენ ან დაშორდნენ გარკვეული სიჩქარით. ეხლა ეს სისტემები, როგორც თქვით, შეიქმნა იმისთვის, რომ ამის წინააღმდეგ ებრძოლათ გამანადგურებლებს. ამიტომ ისინი ძალიან სწრაფად დაფრინავენ, რაკეტები ძალიან სწრაფად დაფრინავენ, მაგრამ დრონი, რომელიც 100-დან 120 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს და ზოგჯერ FPV დრონი უფრო ნელად შეიძლება მიფრინავდეს, 40, რომელიც ხეებში გადის. ზუსტად, გასაგებია, ძალიან მარტივია. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, შეუძლებელი არ არის რადარის ოპერატორისთვის ამ სიჩქარის ფილტრის მოხსნა. შეიძლება, მაგრამ მერე პრობლემა ის ხდება. როგორ გაარჩევ იმ წერტილს, სადაც დრონია, უკან ფოთლებისგან, ხეებისგან, გამულელი ფრინველებისგან, ყველაფრისგან, რაც მეტნაკლებად სტატიკურია. რადგან თუ სიჩქარის ფილტრს მოხსნი, ფაქტობრივად რადარის სურათი გაქვს ყველაფერზე, რაც წინ გაქვს და ვეღარ ხვდები სად არის. მოკლედ, თუ გინდა აგიხსნა ეს პრობლემა, სინამდვილეში ძალიან ხშირად პანცირში ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, აქვთ კამერებიც და ამას იყენებენ იმისთვის, რომ სცადონ ამ საფრთხებთან ბრძოლა, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია. ან ინფრაწითელი კამერები, ხო ასე. და ასე შემდეგ. ამით ვასრულებ. კიდევ ერთი წელი, რომელსაც ვასრულებ, უბრალოდ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ასე რომ. დღეს საუკეთესო სისტემა სწორედ ისაა, მიუხედავად იმისა, რომ ხაზებს მიღმა შორს ვერ მიდის, ეს არის, თქვათ, მეორე ხარისხოვანი სისტემა. ეს შეიძლება იყოს ანტირადარული რაკეტები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება, ესენი არის თვითმფრინავებიდან გაშვებული რაკეტები.
ისინი ძალიან შორს მიდიან, თავადვე იმართებიან თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ, მაგალითად პანცერები, რომლებსაც აქვთ რადარები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ რაკეტების ჩამოგდება ბევრად უფრო ადვილია, ან რომ რადარი გამორთონ და გადაადგილდნენ. ამიტომ ხშირად შედეგი ის არის, რომ უბრალოდ აიძულებ მათ რადარის გამოთვას და მორჩა. ჩვენ კიდევ ვისაუბრეთ ზელენსკის სიტყვებზე, არა, მაგრამ ამას ბოლოს შევაფასებთ, არ ვიცი ნახეთ თუ არა. ზელენსკიმ დააკომენტარა ლუკაშენკოს სიტყვები, მან რა გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მან ვიდეო ჩაწერა, სადაც ოდიშს იხდიდა თუ ზელენსკი შეურაცხო, ამბობდა რომ თუ ეს ცოტა სიტყვით გამოსვლა იყო, როგორც ამბობენ, ჩვენ ამ ამბავში ჩარევა არ გვინდა. იმ აზრით, რომ თუ ფრონტი ბელარუსისკენ გაფართოვდებოდა, ისინი ვერ შეძლებდნენ თავის დაცვას. და დღეს თუ სწორად მახსოვს, რადგან პირდაპირ ეთერში ჩართვამდე ცოტა ხნით ადრე ვნახე, თქვათ უფრო ჩვენს საქმეებზე ვიყავი კონცენტრირებული, ზელენსკიმ თქვა, ასე თუ ისე, რომ აქვთ, გარდა იმისა, რომ უკვე ცნობილია, რომ აქვთ სამიზნეების სია, უკეთესი იქნებოდა, რომ საზღვართან რაც აქვთ, ის მოეშორებინათ და ასე შემდეგ, თუ არ უნდათ, რომ დაარტყან. ამიტომ ლუკაშენკო ეს უფრო ფართო საკითხია, ლუკაშენკომ სადა რომ ომში ჩათრევა აერიდებინა, რადგან საბოლოოდ ის ერთგვარი მუსოლინია SS-ის ტყვეობაში მყოფი. იმით, რომ მას უკვე რუსები ყავს ქვეყანაში, თუ რამე რისკიანს გააკეთებს, მაგალითად თავის ქვეყანას ომში ჩათრევს, უკვე რევოლუცია თითქმის სახში. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს. იცის, რომ არ აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ არც იმ მდგომარეობაშია, რომ რუსებს უარი უთხრას. ან მას აიყვანენ სხვათა შორის, ვინც მას იცავს, არიან ოფირი ვაგნერელები, აიყვანენ და ბელარუსი ხდება რუსეთი. ამიტომ ჩემი აზრით, მას აქვს საუკეთესო და ყველაზე გონივრული სტრატეგია. ცდილობს, რომ ის ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდეს, არ ჩაებას ომში რუსეთთან, არ გააბრაზოს უკრაინელები, არ გააბრაზოს რუსები, სურს გადარჩეს ზელენსკის და პუტინს და ალბათ ომის დასრულების შემდეგ დიდი ფულით წავიდეს და თავის ქვეყანას მიატოვოს. სხვათა შორის ეს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს, თქვათ, მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდი. პარადოქსულად, ამ მომენტში ლუკაშენკოს არსებობა სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ბელარუსი საერთოდ არ არის შთანთქმული რუსეთში. ამიტომ ამ მომენტში მას გარკვეული სარგებლობაც აქვს. თუ ის არ იქნებოდა, ბელარუსი მაშინ შთანთქავდა. ამიტომ ხო არ ვიცი ეს ინთევზების სტრატეგია თუ არა, რომლებიც თავს კუდრად აჩვენებენ გარკვეულწილად, მაგრამ ეს არ არის სასურველი მდგომარეობა, ლუკაშენკოს მდგომარეობა. აბსოლუტურად და ჩემი აზრით ეს მოხერხებული კაცი გადაურჩება როგორც ზელენსკის, ისე პუტინს. მე მაქვს ჩემი ხედვა ამ ომის წლების, სწორედ ლუკაშენკოს ქმედებების შესახებ, რომელიც ნამდვილად ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია, მაგრამ ასევე თავისი ქვეყნის თვალსაზრისითაც, მათთვისაც ვინც იქ ცხოვრობს, რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით ის დღემდე ძალიან მოხერხებული იყო იმ აზრით, რომ შეძლო. მართალია მას დიდი მანევრის საშუალება არ აქვს ლუკაშენკოს გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ არც ქვეყნის შიგნით. მაგრამ თუ ნახავთ ბელარუსის ჩართულობას ამ ომში და განსაკუთრებით ჩართულობის განვითარებას, ჩემი აზრით მან თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ცოტა კარგი საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, არ მიხარია, რომ ბელარუსიდან რაკეტები ისვრება და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ნახავთ, რომ უფრო დიდი ესკალაცია აიცილა თავიდან, ეს გარკვეულწილად იმუშავა. გავიხსენოთ, რომ ომის დასაწყისში რუსეთის შეჭრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან დაიწყო. სწორედ ის, რომელიც კიევის მიმართულებით იყო. არის ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან. სადაც ეუბნება, ნახე, თუ გინდათ დაგვესხათ თავს, გააკეთეთ ეს. და ზელენსკი უპასუხა, რა აზრი ექნებოდა ამას. ამიტომ უკვე მაშინ წინასწარ ცდილობდა თავის დაცვას. დიახ. მაშინ ზელენსკისაც რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეშინოდა ვიდრე დღეს. ბელარუსის სრულმასშტაბიანი ჩარევის, ანუ ბელარუსის სრულად შემოსვის. მაგრამ იქაც ლუკაშენკოს სრული უპირატესობა ჰქონდა, ეთქვა. იცი რა არის, შეიძლება ეხა რუსები იმარჯვებენ, მაგრამ მოდი ყველანი ერთად შევიდეთ მათთან ერთად, გამოვიყენოთ ჩვენი არმია, იმ შემთხვევაშიც კი ბელარუსს თავისი ნაწილები არ გაუგზავნია. უკრაინული შეტევის ჩავარდნის შემდეგაც კი და მაინც გარკვეულ სირთულეებს მაინც გამოიწვევენ, რადგან თუ ბელარუსის მდებარეობას შეხედავთ, თუნდაც მცირედით, მაგრამ მხოლოდ ისიც კი რომ შემდეგ წლებშიც გაეგრძელებებინათ რუსებისთვის ტერიტორიის დათმობა, როგორც ომის დასაწყისში, სირთულეებს შექმნიდა, თუმცა არ არის ნათქვამი, რომ რუსებს ეს აუცილებლად უნდოდათ. მათ მისცეს საბრძოლო მასალა და ასე შემდეგ. ბევრი აღარ დარჩა, ცოტა გაძარცვაც კი მოხდა. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანუ ომის დასაწყისის შემდეგ, ამას ძალიან სწრაფად ვამბობ, რადგან ეს მართლაც საინტერესოა, თავდაპირველად მათ რუსებს ტერიტორია დაუთმეს შეჭრისთვის. შემდეგ როგორც ვთქვი, მოხდა უკანდახევა და რუსები მაინც იყენებდნენ როგორც ტერიტორიას ისკანდერების გასაშვებად, ასევე ცას ბელარუსიდან რაკეტების გასაშვებად.
მაგრამ შემდეგ დაახლოებით 1 წლის შემდეგ მათ ბელარუსის ტერიტორია რაკეტების გასაშვებად თითქმის აღარ გამოუხენებიათ. გარდა იშვიათი გამონაკლისების. უბრალოდ ზოგჯერ მხოლოდ გადაფრინდებოდნენ. და ეს უკვე, ესე ვთქვათ, დეესკალაციის ნიშანია. შემდგომში საათმე მივიდა იქამდე, რომ მხოლოდ იშვიათად, ძირითადად რუსული რეიდების ნაწილი, როგორც ჩანს, ბელარუსის საზღვრისპირა რეგიონებში გადიოდა, მაგრამ უბრალოდ, ესე ვთქვათ, მხოლოდ მცირე მონაკვეთებს ყვეთდნენ. დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა შეიძლება ვხედავდეთ, ესე ვთქვათ, ესკალაციის აღდგენას. ზოგიერთი თვალსაზრისით, რადგან ჩანს, რომ ბელარუსები რეალურად იძულებულნი არიან ცოტა მეტად დაეხმარონ, განსაკუთრებით ტერიტორიის დათმობით გარკვეული რეიდებისთვის. ალბათ ცოტა მეტად ვიდრე ადრე. და როგორც ზელენსკი ამბობს, სწორედ ასე შეიძლება დახმარება გაუწიონ მართვაში. წარმოიდგინეთ მაგალითად რეტრანსლატორები რუსული დრონების კონტროლისთვის და სხვა მსგავსი რამეები საზღვრის გასწვრივ. თუმცა მაინც ეს არ ნიშნავს ომში უშუალოდ მონაწილეობას და განსაკუთრებით ისე როგორც შეიძლება ზოგ რუსს სურდეს. ამიტომ ჩემი აზრით არ ვიცი როგორ იქნება ხვალიდან, მაგრამ დღემდე ასე არ ყოფილა. მაგრამ ჩემი აზრით ლუკაშენკოს სტრატეგია საუკეთესოა. ხო, ზელენსკი პუტინს გადაურჩება. ანუ შეიძლება იფიქრო რაც გინდა ლუკაშენკოზე, მაგრამ ჩემი აზრით სულელი არ არის. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არა, ნახე, ისიც ვერ ფლას გავს მართალია. ამ დღეებში, ვთქვათ, ამ საშინელ დღეებში. იცის როგორ გაუნკლავდეს ამას. სხვათა შორის ასე დავასრულოთ, რადგან საუბრობდით იმ ცნობილ კორიდორზე, ჩემმა მულინამ ახლახან გამოაქვეყნა კომპილაცია, შეგიძლიათ ნახოთ, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ არსებობს არა ზიანის შესახებ. ეს არის 500 დაზიანება, როგორც ხედავთ, ესენი არიან ავტოცისტერნები, შეგიძლიათ გააჩეროთ და თითოეული ნახოთ პრაქტიკულად. 48 დრეში კორიდორში 500 სამიზნე კი ეს ჩემთვის მისაღებია. ეს ცოტა არ არის, ეს ცოტა. ეს ცოტა არ არის, ბმულს დაგიტოვებთ, სადაც თითოეულ საცალკე შეგიძლიათ დააჩეროთ. შექმნილი თემა. ერთ მომენტში აქაც გამოჩნდება პირველი სწორი ქუჩები. ეს შესაძლებელია. არა, აქ არა, აქ ამას ვერ გააკეთებ. ისინი ძალიან დიდია და მანქანები, რომლებიც უნდა გაიარონ, როგორც ხედავ, ძალიან დიდია. აქ ამას ვერ გააკეთებ. გარდა ამისა, გზაც კიდევ უფრო უგრძელდებათ, იმიტომ რომ აგძელებენ. აქ ხიდებსაც ბომბავენ, ასე რომ მალე რუსებს მოუნდებათ კიდევ უფრო გრძელი შემოვლითი გზის გაკეთება, რაც კიდევ უფრო გაახანძლივებს გზას. მათ კიდევ უფრო დიდხანს მოუწევთ გზაზე დარჩენა. ეს არ არის ცალკე საკითხი იმასთან შედარებით, რაც მოსკოვში ხდება. რადგან თუ რუსები მოსკოვს დაიცავენ, ისინი ვეღარ დაიცავენ ამ კორიდორს. მეშინია რომ უკრაინელებს სურთ შეტევითი მოქმედებები ზაპოროჟიეს კორიდორზე, კამიანსკზე და თუ შეძლებს საკმარისად დავასუსტო რუსულ ლოგისტიკური მდგომარეობა ამ რეგიონში. მეშინია რომ მათ ესეთი ამბიციები აქვთ. ჩემი აზრით ეს ნაადრევია, რადგან 48 დღე და 500 დანადგურებული პრესალი საკმარისი არ არის. თუმცა უნდა ითქვას, რომ მეორე მხარეს არის ის არგუმენტიც, რაც ჩვენს განვიხილეთ. ეხლა ეს უპირატესობა გააქვს, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ 6 თვეში ისევ გექნება. დიდი მადლობა ედუარდო ფონტანას, დიდი მადლობა თქვენ რო გვიყურეთ. წყაროები აღწერაშია მითითებული. ედუარდოს Substack-ზე გადადით, რომელიც აღწერაშია. თუ გსურთ პანზის შესახებ სრულად წაიკითხოთ. მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია სამართლიანად აღწერეთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებით ორივე მხრიდან. პირადად ვფიქრობ, რომ ესკალაცია დაგრძელდება, რადგან რუსები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ მოსკოვის დაბომბვა მიიღონ. უკრაინელები კი უკვე მიჩეულები არიან დაბომბვას, ასე რომ რა ელოდება მომავალში. მე არ მაქვს მაურიციო მოსკასავით წინასწარმეტყველების ბურთი. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვცადოთ დავადასტუროთ ის რაც ხდება, გამოვიყენოთ ცოტა რაციონალობა და ასევე ირაციონალობა, რადგან არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ყველა მონაწილე ამ პროცესში რაციონალურია. მადლობთ ყველას და ამ მშვიდობისა კვირის განმავლობაში შევხვდებით. მოგესალმებით ყველას.